პირველი არის მოსმენის ნავრალი, ანუ არ იცი რა უნდა შენ მოხმარებოს. მე რო ბრენდს თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? აი პროდუქტი ვიცოდი, მოხმარებული ვიცოდი და კონკურენცია ვიცოდი. როგორც კი მიხვდები, რომ ბეზერდება ერთი და იმავე სიტყვები და ერთი და იმავე ვიზუალით საუბარი ბრენდის შესახებ, ესე იგი სწორ გზაზე დგახარ. და ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სისტემები შეიძლება ერთმანეთს გვავდეს. შენი უნიკალობა მოაყარე ეს მარილი, რა, იმ მაგაშია ეგ მუღამი, მაგას ვამბობ. აი სახელი როგორ უნდა ავარჩიო, როგორ უნდა ავარჩიო ლოგო, ანუ რამე ლოგიკა არის მან? ყველა დიდი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს გონია რომ სახელი ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა, მანამ სანამ აღმოვაჩენთ, რომ არ არის ეგრეო რა. ჩვენ შეიძლება 30 წელი ავაკეთებთ რაღაცას, პირობითად 30 წელი ერთ და იგივე მესიჯს, ერთ და იგივე ვიზუალით ვაგზავნით ადამიანებთან, მაგრამ არსებობს ვიღაც ადამიანი, მიშო, რომელმაც ეგ ნახა ერთხელ და არსებობს ვიღაც ადამიანი, რომელსაც ჯერ არ უნახავს და შემდგომში უნდა შეხვდეს. შეიძლება რებრენდინგი არ უნდა გააკეთო, ის ბრენდი უნდა დარჩეს, მაგრამ გაანჯანსაღო, იმიტომ რომ შიგნით პროცესები უნდა მოაწესრიგო. ეგ არის ბრენდის კომუნიკაციის არქიტექტურა, სინამდვილეში ეგ არის. წიგნს რაც შეეხება, 1-5 წელია მინდა. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, რადგან საქართველოში თუ ვინმე ბრენდინგის სიტყვას ახსენებს, ერთ-ერთი პირველი ვინც ახსენდებათ არის შოთა ჩინჩალაძე. შოთა, როგორ ახლა? მადლობა რომ ესტუმრე. ძალიან კარგად, პირიქით მადლობა რომ აქ ვარ. როგორ მიდის საქმეები? უკეთესადაც შეიძლება, კარგად, ძალიან კარგად. ნუ, პირადი საქმეები კარგად, ქვეყნის ისე რა. კი ბატონო. მოკლედ, ეხა როგორ მინდა პოდკასტი დავიწყო რა. თავიდან მქონდა კითხვები მომზადებული რაღაცა რა არის ბრენდინგი რაღაცა, მაგრამ მე ესეთ რაღაცა მომაფიქრდა, რომ ეხა რეალურად ვინც გიცნობს რა, ექნება შენი სხვადასხვა პოდკასტები რაღაცები ნანახი. ბევრგან ხარ ნამყოფი და მოკლედ ამ თემაზე ბევრგან გაქვს ნასაუბრები. სწორედ ამიტომ ვიფიქრე ეგეთი რაღაცა, რომ ვინც არ გიცნობს, ან ვინც გიცნობს, ისეთ კითხვები იქნება, რაც მათაც დაინტერესებთ. შენთვის აქტუალური თემები იქნება რა და უფრო მოკლედ ჩართული იქნება და მინიმუმ დასერჩავენ და ბევრ რაღაცას გაიგებენ რა. ოკეი, პირველი რაც მაინტერესებს რა, არის ეგეთი რაღაცა, რომ ეხლა დაანონსე შენ წიგნის თემა. რომ მალე გამოდის და რაღაცა რა. მე მაინტერესებს ეგეთი რაღაცა, აი, როგორ მიხვედი ამ წიგნის წერამდე და რატო გადაწყვიტე საერთოდ რა. ვა, კაი შეკითხვა არის. კიდევ ერთხელ მადლობა რომ აქ ვარ რა და წარმატებებს გისურვებ. ძალიან გულით. წიგნს რაც შეეხება 1-5 წელია მინდა მაგის გაკეთება. ანუ რაც პრინციპში აი სოლო კარიერა რომ დავიწყე კორონას პერიოდში იყო, როცა რაც ლაივიდან რაც გავყავით გზები ასე რომ ვთქვათ მე და ალექსი და ვთქვით რომ რაც მოდი სოლო ცალსაგე გავაგრძელოთ საქმიანობა, თუმცა ერთადაც რაღაცები ვაკეთოთ, მაგრამ ასე ერთად აღარ როგორც ასეთი ფორმალურად. ერთ-ერთი პირველი ფიქრი ალბათ რაც იყო ეგ იყო რა. არ ყოფილა რაღაც მიზანი რომ აი ეს წიგნი იყოს ეს დაწერილი, უბრალოდ რომ ხვდები რომ რაღაც დონეზე ჩვენ კონსტანტებს რა გვაქვს წეგანაცვალებით რა რაღაც დრო გვაქვს და ან ვითარდებით ერთი კონკრეტული მიმართულებით რა და ამ კონკრეტულ მიმართულებაში ბევრ ცოდნას ვიღებთ რა ვთქვით სულ განვითარეთ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ადამიანები რომელსაც ეგ ცოდნა სინამდვილეში სჭირდებათ საკუთარი ბიზნესების სამართავად ու ჩვენ რაც უნდა გადავცეთ იმათ არ აქვთ ხოლმე მაგდენი დრო ხანდახან არც ბიუჯეტი იმის რა ვთქვათ კონსტანტის მომსახურება გამოიყენონ და ასე შემდეგ ეხლა თუ შეიძლებოდა მინდოდა ყოველ შემთხვევაში თუ შესაძლებელი იქნებოდა რომ ამ ადამიანებამდე რამე სხვა გზით არა რაღაც უცხოური ბევრი წიგნების შეთავაზებით რასაც თქვათ ჩემ ინსტაგრამზე ისაც ვაკეთებ ხოლმე ახლა არამედ რაღაც უფრო კომპილირებულად რაღაც მივაწვდიდი ინფორმაციას მაგის შესახებ რომ რაღაც რა არის ეს ბრენდინგი რა შეიძლება დაჭირდეს და რაც თავარია როგორ შეიძლება რომ გააკეთოს თუნდაც თავად აი DIY როგორც არის რაღაცა ჩაქუჩი თავის დროზე ხელოსანი უნდა გამოგეძახა რომ რაღაცა ეს რა ქვია ხრელი გააკეთებინა კედელში და ახლა შეგიძლია ბოში იყიდო რა და სახშიც ცადო ხო და აი რაღაც ეგ მინდოდა რომ მოდი აი DIY თუ შეიძლება რომ გახდეს ეს ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობა და თავიდანვე ვფიქრობდი მაშინ ჩანაფიქრი იყო ეგეთი რომ მაგარი ისტორია სხვა შორის ვიფიქრე ეგეთი რამე რომ მოდი მეთქი რაღაც რომელიმე სასტუმროს დაველაპარაკები 2 თვიან 3 თვიან რეზიდენტურას მოვთხოვ რომ იქ ვიქნები ვიცხოვრებ მაგ პერიოდში იმიტომ რომ ძალიან დიდი ენერგია ჭირდება წიგნის წერას და ეს უკვე პირადი გამოცდილები და რაც თავარია ძალიან დიდი კონცენტრაცია სჭირდება რაც აი ურთულესია რომ ქალაქში გააკეთო და ყოველდღიურობაში ჩართულმა გააკეთო რა აი არ ვიცი წარმოუდგენელი არის ხო და ვიფიქრე რომ მოდი აი რაღაცა შევთავაზებ და ბარტერში იქნება ის რომ ნუ მათთან დაიწერება პირველი ქართული წიგნი ბრენდინგზე ბრენდის სტრატეგიას და თან მაგალითები რაც დამჭირდება ან მე ეგეთ ჩანაფიქრი მქონდა რომ ერთ მაგალითს გავუყვებოდი ამ მთელი იქ განხილული სტრატეგიის პროცესის განმავლობაში არ გაამართლა როგორც მოსაუბრელი იყო მაგ გეგმამ არ გამოვიდა სავარაუდოდ არც მე არ ვიყავი ბოლომდე მზად და რაღაც თავდაჯერება მაკლდა შეიძლება ან ასე არ ვიცი რის გამო მაგრამ არ გამოვიდა საინტერესო გეგმა კი იყო რამდენიმე სასტუმროსთან ალბათ 3-თან ან 2-თან აი ზუსტად არ მახსოვს ერთი ზუსტად მახსოვს და
ხო და ნუ არც ერთმა სურვილი არ გამოთქვა. ხო და რავი ჩავიქნიე ხელი ისეთი ნათქვამია, მაგრამ აი ხო ნუ არ გამოდის, რაღაც დავიწყე ჩემი საქმე, რომ მე გადავაქციე ყველაფერი Instagram-ად, რომ იქ რაღაცა იქ სტატიების წერა Medium-ზე და მარკეტერზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცოტა ხნის არც თუ ისე ცოტა ხნის წინ უკვე რაღაც 2 წლის წინ გამოჩნდა ჩემი მეგობარი ორგანიზაცია გერმანული ფონდი Sparkasse საქართველოს წარმომადგენლობა, რომელთანაც ტრენინგებს ვატარებდი მათი ბენეფიციარებისთვის ბრენდის სტრატეგიაზე, სხვადასხვა მიკრომეწარმეებისთვის, მინიმეწარმეებისთვის და მათ მითხრეს, რომ ხომ არ არის შესაძლებელი, რომ გავაკეთოთ სასწავლო მასალა, ესე რომ ვთქვათ, ამ ადამიანებისთვის. ხო და აი არ ვიცი ეგ რა ის იყო რომ სასწავლო მასალაზე რა თქმა უნდა თანხმობა ვთქვი, იმიტომ რომ ჩემ ძალიან მაინტერესებდა და სიამოვნებით და აი მან მივხვდი რომ შეიძლება და ეგ სასწავლო მასალა წიგნად გადაქცეულიყო რა. და სინამდვილეში ეგ მოხდა, ანუ დაგეგმილი რომ წიგნი ყოფილიყო, არ იყო რომ იქვე ვთქვით რომ ბონდი მაშინ რადგან დავიწყებ მაგის კეთებას გავაკეთებ. სამწუხაროდ გაცილებით დიდი ხანი დავჭირდა ვიდრე ვთქვათ მოლოდინი იყო, იმიტომ რომ გასაგები მიზეზების გამო ვისაც ალა წიგნისთვის რა ვიცი საშინელებები ხდებოდა გარეთ და ხდებოდა რა ხდება კიდეც, მაგრამ ისევ ეგ მოხდა რა რომ დრო გაიწელა და დიდი ხანი მომიწელა, მაგრამ აი მივხვდი, ხო როგორ იყო რომ რაღაცა თბილისში ვერ მე რაღაც მივდიოდი ჩემი მეგობრის სახლში ვაკეთებდი იმ რეზიდენტურას ბათუმში და აი ასე შემდეგ რა ბევრ რაღაც გურიაში დავდიოდი, ბევრგან ვაკეთებდი მაგას რომ მოუწყვეტილიყავი, თითქოს როგორ იყო იცი რაღაც ერთი თუ რაღაც თვე თუ ორი თვე დავაგროვებდი მუზებს, რაც წიგნებს ვკითხულობდი, რომ რეფერენსებად კვლევა ჭირდება ამას, რა ჩვეულებრივად, რომ იმ საკითხზე რაღაცა ჩანიშნავენ, მე ერთიანად წასვლა დაწერა. ხო და მოკლედ კაი 2 წელი ამასობაში დაგჭირდა მაგ ამბისთვის და ეგრე ეგ იყო ამ წიგნის ისტორია რა, დავამთავრე ბოლომდეა დაწერილი, აი ხო გეუბნები რაღაც საოცარი ენერგია დაჭირდა და ჩავდე და იმ იშვიათ ჩემს შორის არის რომელსაც თავიდან მე ვიცი ხოლმე რომ მე რო გადავხედავ მე რომ რა გინდოდა კარგი ყოფილა და ეხლა აი ძალიან მომწონს მე თვითონ რა და კაია და უკავშირიც აი პირველი თავი რაც გავაზიარე პირველი არ არის მეორე თავია მაგრამ ერთი sneak peek preview თავი რაც არის ძალიან კარგია რა და იცი რა არის ყველაზე მეტად რა მიხარია რომ ცხადია ეხა ადამიანი 300 აი ამ მომენტისთვის 315 ადამიანისთვის მაგ გაგზავნილი neck preview რაც არ მოველოდი მაგდენს რა მართლა ხო და ნუ ეხა ადამიანი ამ მოკლე წრეში რო არის მე ვეძახი იმის პირველი ქართული წიგნი ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის პირველი შემფასებლების ნუსხაში რო არიან ცუდ ფიდბექს ალბათ არც მომწერდნენ რო რამე ხო ეხა საშინელებაა ვინ მოგწერს მაგრამ საინტერესო და კარგი ისაა და ის მიხარია რომ დადებით არ ვაფასებ და უარყოფით ამ ფიდბექში ან ზუსტად იმას მწერენ რაც ჩაფიქრებული მქონდა რომ რაღაცაზე დაგვაფიქრა რაღაცა მოგეთ აი ამ რაც თვისებებს და არა ხო და ეგრე მქონდა ჩაფიქრებული და იმედია რომ თლიანადაც ეგრე იქნება რა შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს დარწმუნებული ვარ მაგაში და ყველაფერს წარმატებები მეც ხო გამომიგზავნე ვკითხულობდი რა წავიკითხე და ძალიან მომეწონა იცი რომ ნაწილი აი ბოლოში კითხვები რო გაქვს აი იმდენად ჩამითირა და იმდენად აი ეხაც გეუბნები დღემდე ვფიქრობ რა მაგაზე იმედად დამაფიქრა ჩემ თავში რაღაც იმდენად ჩამაღრმავა და რაღაც ის აღმოჩენინა რომ ძალიან საინტერესო იყო და ეგ ძალიან მომწონს რომ პრაქტიკული არის რა ეგ ფორმაა რა თავიდან საერთოდ ფიქრობდი წიგნი დამერქმია თუ არა მინდოდა რომ გზამკვლევი უფრო რქმეოდა მაგრამ იცი როგორ მოხდა ყველა თავი რომელიც არის მაგ წიგნში არის ორი ნაწილისგან შედგება ანუ ეს წიგნი რა არის გზამკვლევი ბიზნესის დამწყები ბიზნესმენებისთვის და საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის DIY როგორც თქვით ხო რომ გააკეთე სტრატეგია შენით ეგეთი მოდელი არის რა ხო და თითოეული ეს თავი მე მაქვს ეგეთი დამოკიდებულება საკითხი თუ უნდა გავაღაც რომ უნდა გავაკეთო უნდა მესმოდეს შინაარსობრივად რას ვაკეთებ რა თორე ვერ ვაკეთებ ანუ კარგად არ გამომდის რა აი რა ვიცი ვარჯიშიდან დაწყებული რაღაც საჭმელით დამთავრებული თუ არ მესმის რატო არის ანმავნებელი არ მიდის რა გული ხო და ახლა რა თქმა უნდა რომ ეგ დამოკიდებულება შევეცადე რომ გადამეტანა ამიტომ როგორ არის თითოეული თავი რამდენიმე თავია და ეს ყველა თავი ეხება სტრატეგიის საბაზისო სტრატეგიის განაცხადებს. თითოეული თავი შედგება ორი ნაწილისგან. ერთი არის რატომ ახსნა, აი რაც შეიძლება სიღრმისეული ოღონდ თან ისე არ არის რაღაც ძალიან, იმიტომ რომ მან ცოტა საშიშროება არის რომ ისე არ გაართულო რომ უარესი არ დამართო ადამიანს რა და აი შეძლების დაგვარად ის მაგრამ აი ძალიან დეტალური ახსნა თითოეული განაცხადი რას ემსახურება
რას ნიშნავს და რაში გჭირდება როგორც ბიზნესი, იმიტომ რომ იცი რა არის ძართული არა სტრატეგიაში წერია დანიშნულება და ოკეი, რა, კაი, დანიშნულება ჩვენი ეგ არის და მე რა ხდება. თუ არ ვიცი ეს როგორ გამოვიყენო, დაწერით როგორ უნდა დავწერო სწორად რა. ხო, ამიტომ აი რაც შენ თქვი ხო ისევ რა ძალიან დიდი მადლობა მაგის რომ ეგრე რომ პირველი ნაწილი არის და ამ თავში რომელიც გავაზიარე კიდე სავარჯიშო იმდენი არ არის, იმიტომ რომ პირველი თავი ეხება ადამიანს, ეხა ადამიანი რაზე უნდა ვარჯიშო, რა გიყვარს იმაზე, ხო შემიძლია რომ რაღაც ხაზები დავტოვო რომ ჩაიწერე, მაგრამ არ მიყვარს ხელოვნურობა რა და დანარჩენებზე უკვე აი რასაც ქვია სავარჯიშოებია რა და შესაბამისად არის ორი ნაწილი, ერთი რომ რატომ და როგორ და მეორე არის სავარჯიშოები და რო დავწერე საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ რატომ და როგორ უფრო დიდი დოზით არის ვიდრე ერთი თავი რაღაც 50 გვერდი არის რატომ და როგორ და 5 არის სავარჯიშოები და ამიტომ მე მარტო გზამკვლევი აღარ მოხდებოდა მაგრამ სიამოვნებაში გზამკვლევი არის რა რო გავუყვები რო დაიწყებ თავიდან რაღაც ბრენდის სტრატეგიაზე ფიქრს აი მედან რო დაიწყებ რაღაც რისი კეთება მინდა რა მომწონს რა სიამოვნებს რის რესურსი მაქვს ის შეკითხვები რა ჩამონათვალიყო რომ გაუყვები აი ყველა ძირითად სტრატეგიულ განაცხადს უპასუხებ რა და ჩემი აზრით ძალიან გამოსადეგი უნდა იყოს შევხედოთ როგორი უკავშირი აი დარწმუნებული ვარ რომ კარგი აი ხო გეუბნები კიდე რა თვისობრივ კარგს არ გულის ხო აი მინდა რომ ხო რისთვისაც გავაკეთე ეგ მინდა რომ მივიდეს ხალხამდე და იმედია რომ მივა დარწმუნებული ვარ ნახე კიდე ბარემ ეს რაც კითხავ აი ბრენდინგის მართლობაში ძალიან ბევრი რაღაც საკეთება აი ტრენინგი იქნება აგერ წიგნის თემა იქნება თუ რაღაცა რა აი რა არის შენი მთავარი სათქმელი ამ სფეროში რისი თქმა გინდა რა არის ეს მთავარი მიზანი ხო. იცი რა არის? ცოტა ისე ჟღერს ალბათ ერთაჭკვიანო ადამიანმა მასწავლო თავშიაც მოგივა ის თქვი ხოლმე რა პირველ რაც ბევრი ფიქრის გარეშე. აი პირველი ხარ რაც რა არის შენი თავი სათქმელი რაც მომევიდა არის რომ და ალბათ წიგნით რაღაც დონეზე მაგას ემსახურება შენ რაც წეგან საუბარში ამბობდი მაგას რომ ჩვენ რო აქ რაღაც წიგნებს ვკითხულობთ, ლექციებს უსმენთ, უცხოურ ტრენერების ტრენინგებს ვესწრებით და ასე შემდეგ, რატომღაც წარმოგვიდგენია, რომ ეს ხალხი არის მარსიდან ჩამოსული რა და აი რაღაც ხა ის ამერიკაზე ლაპარაკობს კაცო და ეს რაც აკდებული გვაქვს თითქოს ეგ დამოკიდებულება, რომ თუ ამერიკაზე არ არის ის წესები რაც იქ მოქმედებს, ის არ მოქმედებს რა და აი სათქმელი რა არის და მიზანი რა არის, ოღონდ გავყოფ და სათქმელი ის არის საბოლოო ჯამში, რომ ის წესები რაც ისინი ამბობენ გამოცდილია გაცილებით გამოცდილ ბაზარზე და გაცილებით რთულ და ჩახლართულ ბაზარზე ჩვენი წარმოგვიდგენია რომ ყველაზე რთული არის თორე როგორ შეიძლება უფრო რთული იყოს როცა კონკურენცია შეიძლება 300 კომპანია იყოს ერთ ქალაქში რა ჩვენგან განსხვავებით სადაც 2 და 3 კომპანია ან არიან არა ხოლმე რაღაც ინდუსტრიებში რა ამიტომ თავარი სათქმელი ალბათ ეგ არის რომ ეგ წესები არის ადამიანური წესები და გაცილებით ბევრ ადამიანზე გამოცდილი და გაცილებით მეცნიერულად გამოცდილი ეგ წესები თუ რაღაც მაგალითებიც რომელზეც ვლაპარაკობთ რომლის აქ გადმოტანაც არ არის სისულელე ანუ რა თქმა უნდა რომ კონტექსტის მორგება სჭირდება რა თქმა უნდა არსებობს რაღაცა რეგიონული თუ გენეტიკური თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ განსხვავებები ადამიანებს შორის, მაგრამ კაცობრიობა არის კაცობრიობა რა, ეს საბოლოო ჯამში ჩვენ საზღვრები ჩვენ მოვიგონეთ და იმის აქვე შემქმნელს არ უთქვამს რომ ამისი კიცხვანაირი ხალხი იცხოვრებს რა. ამიტომ საბოლოო ჯამში მთავარი სათქმელი ეგ არის რომ ბრენდინგის ის მე მინდა რომ ის წესები, რასაც ვსწავლობთ უცხოურ მაგალითებზე, საქართველოს გამოცადონ ადამიანებმა და ნახონ ამ მაგრად მოქმედებს. მე მყავს პორტფელში კლიენტები, რომლებიც მაგას რომელსაც ეგ გაუკეთებიათ, იმიტომ რომ უბრალოდ ბრმად მინდობიან პროცესს და თვითონაც გაგიჟებულან ისეთ შედეგები მიუღიათ. იმიტომ რომ ადამიანი კიდევ ერთხელ არის ადამიანი, არ შეიძლება თქვა რომ არ ვიცი რა ვინ თქვათ რა დენიელ კანემანი იყოს თუ გინდა, კანემანმა რო დაწერა თავის thinking fast and slow, ეგ რო დაწერა, არა ეგ ქართველებზე არ არის, ანუ ნობელის პრემია აიღო ხა იმ ადამიანმა და რა აი ვიღაცა შოთამ უკეთ როგორ იცის ქართველების ბუნება თუ ადამიანის ბუნება ვიდრე მან. ეგ მინდა რომ ის მაგალითები აქ წამოვიღოთ, ოღონდ არა აი ესე ცუდი იმის ოკუპანტური ენაზე ტუპად აი ესე გადმოტანად კი არა, მაგრამ წამოვიღო და დავფიქრდეთ იმის უკან რა იდგა რა საბოლოო ჯამში. ეგ არის თავარი სათქმელი. და მიზანი იცი რა არის რომ აქ არა ის რომ აი ქართველებსაც შეგვიძლია ძლიერი ბრენდების აშენება მე არც სვამ მაგას კითხვის ნიშნის ქვეშ რა ყველა შეუძლია. თავარი მიზანი არის რომ ჩვენნაირმა ადამიანებმა ამ ქვეყანაში აღარ თქვან რომ დავიღალე ქართულ უფროსებთან ურთიერთობით, დავიღალე ქართულ კომპანიაში მუშაობ, აღარ ეძებონ უცხოური კომპანიების სამუშაოდ მხოლოდ იმიტომ რომ კულტურები უფრო მოსწონთ იქ. იმიტომ აქაც შეგვიძლია გაცილებით უკეთესი კულტურების აშენება, კულტურები სადაც ადამიანებს უხარიათ ყოფნა რა. იმიტომ რომ თუ კულტურა ეგეთია, სადაც ადამიანი გიждდება რო არის
ის ბრენდის რომელსაც კულტურაა აშენებული ასევე დადებით და ზეგავლენას ახდენს ჩვეულებრივ მომხმარებელზე. იმიტომ ჩვენ ბრენდინგი რაღაცა ჰაერიდან მოტანილი გონია და სიმართლეში ყოველდღიურობაა ჩვენი, ყოველდღიურობას გვიცვლის. მაღაზიაში რო შევდივართ, რას ვყიდულობთ, ის შეფუთვის უკან პროდუქტიც არის და ნორმალური კულტურა თუ არა იმპრეს პროდუქტიც ნაგავია ყველა ვარიანტში. ამიტომ მიზანი ეგ არის, რომ რაღაცა ადამიანებისთვის დადებით ზეგავლენა ქონდეთ ბრენდებს რა, მომუშავეებისთვისაც და მომხმარებლებისთვისაც და სათქმელი ხო გეუბნები რა, რომ აი მოდი აბა ვნახოთ თუ ეგრე არ არის რა. თანმიმდევრულობა აქაც ისე ჭირდება, როგორც Apple-ს ჭირდება და Apple-ს ისევე უშვებს შეცდომებს, როგორც ქართველი ვიღაც არ ვიცი. საშუალო სტატისტიკური ბიზნესმენი რა, მე რა რომ ის ამერიკელია. უბრალოდ კიდევ ერთხელ ეგ რომ საერთო გვაქვს და მოდი მაგ საერთოებზე ველაპარაკო და გავაჯანსაღოთ ეს გარემო რა, ბიზნეს გარემო რა, იმიტომ რომ სხვანაირად არ გან. კიდე იცი რა მაინტერესებს აი შენ კიდე მაგ თავში რა წიგნის მეორე თავი ისე მაგას რო დაუბრუნდეთ თან გქონდა განხილული ეგეც საკითხი რომ იპოვე საქმე რომელიც მოგწონს რა და ნუ გააკეთებ მარტო ფულის გამო. აი მაინტერესებს შენ როგორ მოხვედი იქამდე რომ მიხვდი რომ აი ეს ბრენდინგი არის საქმე რითიც გინდა დაკავდე და აი რა მომენტში უნდა მიხვდე რომ აი ეს არის ზუსტად და იმ კითხვებზე რაც გიწერია რომ გავცემ პასუხს მიხვდი რომ აი ეს ის არის რა. აუ ხო არ ვიცი. დროსაც ირცეზეა ალბათ ეგ რა რომ აი ამ მომენტში ზუსტად ვიცი რომ ეგ არის, მაგრამ ხვალ შეიძლება სულ სხვა იყოს ეგ ჩემი საქმე რა, რასაც ვიპოვე. არ ვიცი სიმართლე რო გითხრა როდის მივხვდი და როდის გავაცნობიერე, მახსოვს რომ ამ სფეროში მოვედი CSB მაქვს დამთავრებული CSB ვარ და აი მარკეტინგზე CSB-ში რომ ჩავაბარე, ჯერ საერთოდ ბიზნეს არ ვაპირებდი რაღაც საერთაშორისო ურთიერთობებზე და კიდევ კაია ჩავაბარე თორე სადღა გვაქვს საერთაშორისო ურთიერთობები. ეს დავშევედი უსაქმოდ. ბიზნესზე რომ ჩავაბარე მეორე წელი იყო ალბათ სადღაც რეკლამები მადამ აინტერესა და რაღაც უცხოურ საიტებზე ძირითადად რუსულზე, იმიტომ რომ კანადულად მიმწვდებოდა ხელი, არ ვიცი რატო. მაინც რა ხო რა. მოკლედ რაც უცხოურ საიტებზე ნახულობდი რეკლამებს. ხო. და იმ რეკლამას რომ მაინტერესებდა რა და უბრალოდ კი არ უყურებდი ამ რეკლამას, რაღაცებს ნახულობდი ვინ გააკეთა სტრატეგია, რატო იყო, რატო ეს რეკლამა რა სათქმელი რა ქონდა და შემდეგ და Facebook-ზე გავაკეთე Strange Elephant ესე რქვა, დღემდე არის ეგ პეიჯი, სხვათა შორის არ ხელი არ მიხლია და არის თავისთვის წრანჩვიდა და Strange Elephant რაც ლოგო ჩემი თავაწყე. და Strange Elephant იყო, ვაზიარებდი ამ რეკლამებს და ოღონდ მშრალად რეკლამებს არ ვაზიარებდი რა ხო გეუბნები. აი დღესაც არ არსებობს საქართველოში ეგეთი სივრცე რა, სადაც აი რომელიც კონცენტრირებული იქნება მხოლოდ რეკლამებზე და რეკლამის შესახებ ამბების გაზიარებაზე, რომ აი ამ დიდი ბიმეს გადაიღო, ამიტომ და ეს შედეგები ჰქონდა და ასე შემდეგ. და მაშინ საერთოდ ახალი ხილი იყო და ეგ გავაკეთე. რა ეგ ძალიან მომწონდა. მე ამ რეკლამის გავლენით გავადავწყვიტე CSB-ში იყო მესამე კურსის მეორე სემესტრიდან უნდა აგერჩია ორიენტაცია იმის ბიზნესის, ანუ ფინანსები, მენეჯმენტი რაც და რეკლამის გავლენით გავაწყვიტე მარკეტინგი. მარკეტინგი მე კი მივხვდი რომ რეკლამა არ იყო და გაცილებით მეტად დამაინტერესა იმან რაც სინამდვილეში იყო რა, ისეთი ლექტორები მყავდა ისეთ რაღაცებს მასწავლიდნენ რომ დღემდე აი რაღაც სიტყვებად მაქვს ჩარჩენილი რა, რაღაც თოციკლაური, ბუბალეჟავა, ელენჭყა, ანუ ისეთ რაღაცებს მასწავლიდნენ რა ძალიან. და დამაინტერესა მაგრად გამისწორდა. მე დავიწყე მარკეტინგში მუშაობა. მარკეტინგში რომ დავიწყე მუშაობა, თან დავიწყე მომსახურებაში და მე სულ ვამბობ ხოლმე რომ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ესეთ საგანს მომსახურებების მარკეტინგით, სერვისის მარკეტინგი და მასწავლობდა ბუბა ლეჟავა და ეგ არის რის გამოც ახლა ამ სფეროში ვარ რა. იმიტომ რომ მანდ მივხვდი ადამიანებზე რა გამხელა გავლენა აქვს ბიზნესებს და ბრენდებს. და ადამიანს რამხელა გავლენა აქვს კიდე ბიზნესის აწყობაზე. პირველად მანდ გავაცნობიერე. მე დავიწყე მუშაობა მარკეტინგში, სერვისის ორგანიზაციაში. მე საერთაშორისო მარკეტინგში გადავედი, იმიტომ რომ საერთაშორისო ბრენდის მარკეტერი ვიყავი და რაღაცნაირად შემithრია და მე ისე მოხდა რომ ჯიპაში ჩავაბარე დიზაინზე. და იქ მასწავლიდა ალექს ჩიქოვანი რა და იქ უკვე სტრატეგიას რომ შევეხე, მანდ მივხვდი რომ აი ყველაზე სინამდვილეში რასაც ვაკეთებდი იმეებში, აი იმიტომ რომ აი არა თითქოს შინაგანად არ გამომდიოდა ტრანზაქციული მარკეტინგის კეთება რა, იყიდეთ ერთი და ხვალ მეორე მიიღე, აი ვერ ვაკეთებდი მაგას რა, ვერ იყო ჩემი რა მოკლედ. ხო და მივხვდი რომ სინამდვილეში რაც ამდენი წელი ვაკეთებდი, რაც მისწორდებოდა სტრატეგია იყო რა. და მე ალბათ რაღაც გავლენა ეგეც ბერჯერ არ მithქვამს კი არა, არც მახსოვს მithქვამს თუ არა, ეკა ყიფიანმა მითხრა ერთხელ რომ შენო სტრატეგია უნდა იყო და მაგან მგონი რაღაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ეხლა რო ვფიქრობ, პირველად გავაცნობიერე.
და მადლიერი ვარ რა თქმა უნდა რა ძალიან ხო და აი ეგ იყო რა და მაქედან მოვხვდი და მე როგორ არის იცი რაღაც აი მithქვამს კიდეც რა ეგ ბევრჯერ მithქვამს რომ აი დარწმუნებული ვარ რომ მე რაღაც შინაგანად თუ არა ტიპი რომ უნდა ჩავკირკიტდე ყველაფერს და დარწმუნებული ვარ რაღაც ფოტოგრაფიას რო გავყოლოდი იგივენაირად ჩავეკირკიტებოდი რა და იგივენაირად ვიზავდი მაგრამ მე ამაში დავხარჯე ბევრი დრო მე ნენელა მივხვდი რომ ეს სფერო ბევრ რამეს მოიცავდა და ყველაფერი მაინტერესებდა. მე ანუ რაღაც დიზაინიც მაინტერესებდა, ჩემითაც მაქვს ლოგოები გაკეთებული დღემდე რო ხმარობენ, იყენებენ ვიღაცები, ანუ დიზაინიც მაინტერესებდა, რეკლამაც მაინტერესებდა, ბევრი რეკლამაც მუშავია, გრაფიკული რეკლამაც მაინტერესებდა, კოპის წერაც მაინტერესებდა. მე მივხვდი რომ ეს ყველაფერი ნენელა დამევიწროვებინა. და აი თითქოს ბუნებრივად მივიდა მე პროცესი აქამდე რა და აი იმ წიგნშიც ეგრო რა გისწორდება ერთი არის რომ ეხა იფიქრო რა გამისწორდება და რის კეთება მინდა და კარგი დასაწყისი არის მაგრამ მეორე რომ რა გისწორდება იმ მომენტში როცა აკეთებ რა ალბათ აი იმ სავარჯიშოებს ვინც გაყვება ის ყველაზე მეტად მაგას იმასაც რომ აი დღეს მე რო წავედი და პოდკასტში ვიყავი ეგ თუ ძალიან გამისწორდა ხვალს თუ გამისწორდება იქნება პოდკასტია რა ჩემი საქმე არ ვიცი და ხალხთან ლაპარაკი აი ეგ პროცესი აი აქ და ამჟამად პროცესშია ყველაზე საინტერესო მე მგონი რა აი ეს კითხვა იყო ნახე კიდევ რა მაინტერესებს აი ამ აი წერა რომ მითხარი რომ აი სტრატეგი უნდა იყო მითხრესო და რაღაცნაირად მივხვდი რომ აქედან წამოსულიყავი რეალურად შენ აი მე როგორ ხედავ რა შენ რეალურად ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ ადამიანი ხარ რომელსაც აი ვიღაცა კომერობს სიტყვაზე კომპანიას ვაკეთებ და მინდა შეუქმნა ჩემ კომპანიას კარგი ბრენდი. პირველად გამახსენდება შენ გამახსენდები რომ აუ ეს ადამიანი ექსპერტი ამ საქმეში მოდი ამას დაურეკავ რაღაცა ვითანამშრომლოთ რა. იდეა შენ ამ ყველაფერს აკეთებ აუთსორსზე ხომ სწორი ვარ? და ნახე ვიღაცა მაგალითად ეხა სტუდენტი გვიყურებს რომელსაც მაგრამ მოწონს ბრენდი. აი პირველი ნაბიჯები აი აუთსორსზე ძალიან რთულია როცა არ გიცნობს არავინ. აი შენი გამოცდილება როგორია და აი როგორ უნდა ვიშოვო მაგ დროს პირველი კლიენტები ან იქნება რამე სხვა გზა უნდა ავირჩიო ჯერ თუ როგორ უნდა მოვიდე აქამდე. ხო, ეგეც კაი შეკითხვაა რა და ბევრჯერ უკითხავთ თან აი განსაკუთრებით პეიჯზე, ინსტაგრამზე, აი ძალიან ბევრჯერ უკითხავთ ეგ და თან ისეთ ადამიანებს რომელსაც ხვდები ხოლმე რომ სწორად ვითარდებიან და აი მანდარიან რა, გაჭედილს არ ვიტყოდი, ან მანდ გაჩერდნენ და ეხა როგორ გადადგან ნაბიჯები და მართლა არ ვიცი პასუხი რა. და მათაც მაგას ვეუბნები, რომ ჩემი გზა ხო გეუბნები როგორი იყო, აი ჩემს ლექტორამდე უხეშად რომ გავა პრიმიტიულოთ ეგ ჩემი გზა არის, რომ ჩემს ლექტორთან დავიწყე მუშაობა და ნუ ის უკვე კონსალტინგის სფერო იყო, სააგენტო იყო, მაგრამ ნუ მაინც უკვე კონსალტინგის სფერო იყო და იქიდან გამოყოფა მე ეგეთი ვთქვათ რაღაც უფრო ბუნებრივი გზა არის. ამიტომ აი ერთი რამდენიმე დღის წინაც ქონდა ზუსტად ეგ საუბარი რა ერთ-ერთ გამომწერთან არის იგივე უთხარი რა მასაც რომ მართლა არ ვიცი თქო და ეგ არის ალბათ ერთი გზა რომ აი რომ დადიხარ კურსებს გადიხარ რაღაცა ამ ადამიანებთან იკონტაქტო და რაღაც ეგ არაბუნებრივად არ გამოგივა რა რაღაცა თითქოს იქ უნდა ტრიალებდე უნდა გაერიო ეგ ქართული არ არის მარტო თუმცა ქართული არის იმიტომ რომ სამხრეთული კულტურაა თორე მარტო ქართული არ არის რა ნეტვორკინგი მნიშვნელოვანია მაგრამ მე ალბათ აი ეხლა რომ ვუყურებ მე კიდე სხვა დროში დავიწყე ხო რაღაც მაშინ არ იყო არც ეს მარკეტინგი განვითარებული არ ჟურნალები იყო და არც სპოტლაითები კეთდებოდა რა ანუ არაფერი არ ხდება ეხლა რომ ვუყურებ ალბათ მე რასაც ვიზამდი ის არის რომ შიგნით შევიდოდი კომპანიაში და იქიდან დავიწყებდი იმის რომ ნებისმიერ შემთხვევაში კომპანიის გამოცდილება ამ სფეროში გჭირდება რა აუთსორსზე იქნები და მოგიდებლად იქნები თუ სააგენტოში იმუშავებ მგონია რომ ძალიან დიდი უპირატესობაა როცა შიგნიდან იცი მარკეტინგი როგორ მუშაობს იმიტომ რომ მართლა მიწაზე დგომის ნაწილიც გჭირდება რა ჩემ იდეებს ის და ამიტომ ალბათ მაგას ვიზავდი რომ რაღაცა ხონდა დაამტკიცო ეხლა ეგრევე კლიენტი შენთან არ მოვა რა და ეს დამტკიცება შეიძლება ეგ იყოს რომ რომელიმე ისეთი ბრენდის აშენებაში მიიღო მონაწილეობა რომ მე გამოხვიდა და თქვა რომ ეს მე გავაკეთე რა ჩემი კრედიტი იყო და არიან ეხლა რომ გადავხედო ესე თვალი რომ გადავატარო არიან დღეს რამდენიმე მარკეტერი არის ისეთი რომელიც მარკეტერია კომპანიაშია მაგრამ დიდი ბრენდებისთვის რაღაც საქმეები აქვს გაკეთებული და კიდე აკეთებს და იმათ აქვს პოტენციალი რომ ხვალ გამოვიდნენ და ვიღაცის კონსულტანტები გახდნენ რა უბრალოდ აი ამ სპეციალიზაციას რომ ბრენდის სტრატეგი იყოს კიდე დამატებით რა მაგ მიმართულებით განათლება სჭირდება მაგრამ ხელმისაწვდომია ეგ რა ძალიან თავისუფლად რა წიგნების დონეზე ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მარტო ბრენდის სტრატეგიებიც ხო არ არის კიდე რა ვიცი მარკეტინგის აღსრულება სჭირდება მარკეტინგის კონსალტინგი სჭირდება ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამიტომ ხო ალბათ ეგ რომ შიდა კომპანიაში დაამტკიცო ან სააგენტოდან დაამტკიცო ან კომპანიიდან და მერე გააგრძელო მერე გადაწყვეტო დამოუკიდებლად გინდა თუ არა ესეც არ არის ერთ-ერთი გზა ხა იმ დღეს თავისუფალ უნივერსიტეტში ვიყავი რაც სტუმრობ ხოლმე ჩემი მეგობარი ასწავლის იქ დათო და
სტუდენტებთან რაც შეხვედრაზე სტუმრად მივდივარ ხოლმე რაღაც პერიოდულობით და ერთ-ერთმა გითხრა რომ რატომ მაინც დამოუკიდებლობაო რატომ უნდა გვინდოდეს რომ დამოუკიდებელი კონსულტანტობაო და მასაც უთხარი რომ ერთ-ერთი გზა საერთოდ არ არის შეიძლება დიდი სააგენტო ააშენო და იმის უფროსი დირექტორი იყო კრეატიული თუ სტრატეგიული და იქიდან შეძლო ეს უბრალოდ ეგ ჩემი გზაა რა ვიცი ამ ეტაპზე და კიდევ ამბობ საერთოდ არაფერს არ იმაშვები რა ქვია არა მინდა მომავალზე ეგრევე დღეს ვიცი რას ვაკეთებ ხო ნახოთ რა მომინდა იცი აი წერან თან ვახსენე აი social ქსელებში მწერდნენო რა ხალხი აი მსგავს საკითხზეო აი პირადად მე აი 2018 წლიდან მქონი TikTok-იდან დავიწყე რა და რაღაც 200,000 გამომწერი მყავს ფოკუსების მართლობით მქონდა კონტენტი რაღაცა და მოკლედ ძალიან დიდი ხანი ამ სფეროში ვარ რა უბრალოდ მე რო გავაანალიზო ხა მთელი ჩემი ეს კარიერა რა ყველაზე დიდი შეცდომა ის რაც მე დავუშვი იყო ის რომ ვერ შევქმენი ჩემი პირადი ბრენდი ანუ მე შემეძლო შემექმნა კონტენტი აი დამოღამებინა რომ ეს ესე მუშაობს ესე და დამეგროვებინა ვიდეოებზე მაგარი ნახვები რაღაც რო შეხვიდე ხას პეიჯზე რაღაც 100,000 საშუალო ნახვა იყო 9,500,000 რაღაც აი ძალიან ბევრი ნახვები აქვს რა გინდ რავი YouTube-ზეც მეორე არხი რომ აქვს იქაც 50,000 გამომწერია შორტებზეც რო გადახვიდე ანუ ვისწავლე როგორ მუშაობს ეს შორტს ვიდეოები და მაგრამ აგროვებდა ნახვას რომ ყველაზე დიდი შეცდომა რაც დავუშვი ეგ იყო ვერ დავამყარე ხალხთან ურთიერთობა და მე რასაც ვაბრალი მაგ ყველაფერს არის ის რომ მე ვიდეოს რო ვიწყებდი რაღაცა მოიცადე ახლა მე წავკითხავ შენს აზრებს ჩაუტარებდი ფოკუსს და всё მან წყდებოდა ყველაფერი და ეგ იყო ჩემი რაღაცა 7 წლიანი ურთიერთობა ხალხთან რა მაინტერესებს შენ თუ გქონია მაგ თემაზე ნაფიქრი აი როგორ შეუძლია ინფლუენსერმა ან რავი ადამიანმა რომელიც social ქსელში ქმნის კონტენტს როგორ დაამყაროს ახლო ურთიერთობა ან როგორ შექმნას აი ძლიერი აუდიტორიას რო ეძახიან რა რომლებიც აი მოყვებიან რაღაცა და აი ძლიერი ანუ მის სიტყვას რო რაღაცა გავლენა აქვს რა ხალხზე აი ეგეთი რაღაც როგორ არის შესაძლებელი არ ვიცი იმიტომ რომ ან როგორ არ ვიცი ხო რაღაც უბრალოდ მე არ ვიცი ეს რასაც მე ვიტყვი და რასაც ვფიქრობ არის თუ არა კონკრეტულად დიჯიტალურ სოციალური მედია ბრენდები ადამიანების თვის რეცეპტი რა ზოგადად ვიცი ეგ როგორ ხდება და შინაგანადაც გვგრძნობ ხოლმე მაგას რა და პრინციპში აი შენ რო დაუკვირდე შენივე საუბარში ჩანს სად იყო მან შეცდომა კი არა სად გაგემაზა ეგ ნაწილი რა და გაგემაზა იქ რომ და TikTok-ს აქვს ეგ რომ ერთიანად იმ ხელა აუდიტორიას იკრება რომ ურთულესია რომ მათთან კონტაქტი გქონდეს აი ვიღაცები ახერხებენ რა და აი ელენიკო ახერხებს ელენიკო ფოქსი რომ მაინც გააგრძელოს ურთიერთობა იოანე ახერხებს ესე შორიდან რაც უყურებ ძალიან კარგად ქორო ახერხებს იმიტომ რომ YouTube-დან და თან მაგათ რო ვაკვირდები ეგ არის ოფლაინ და ონლაინის და ის რა ქვია დაბალანსება რა ხოლო ონლაინში არ არიან და თითქოს აი ონლაინში კომუნიკაცია არ აქვს ერთი ეს ჩემი გადმოსახედიდან როგორც უცხო თვალის უბრალოდ გამომწერის რომ იქ კი არა აქვს ერთ-ერთზე ურთიერთობა ამ ადამიანებთან მაგრამ რა თავისი ვიდეო მორიგი ვიდეოთი საერთო სურათს პასუხობენ და აქეთ კიდე ოფლაინში ანუ რეალურ ცხოვრებაში რაღაცებს შვებიან სტუმრებად დადიან სადღაც რაღაცეებში ერთვებიან აქტივობებში ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი ეგ მხოლოდ ეგრე შემიძლია შევაფასო მე ერთი რამე ვიცი რა ბრენდიმ გამასწავლა რომ ტომები შენდება ნელა ტომები შენდება ნაბიჯ აი მე მირჩევნია ახლაც ყავდეს ის რაოდენობა გამომწერებისაც რაც ყავს და მაგით ბედნიერი ვიყო ზუსტად ვიცოდა რომ მაგ ადამიანების უდიდეს ნაწილს მართლა ინტერესებს ბრენდინგი და უბრალოდ მორიგი subscribe ღილაკზე დაჭერილი ხალხი არ არის და მაგაში ეხა დარწმუნებული ვარ და მაგით ძალიან ბედნიერი ვარ და ეგ თან მაძლევს იმის საშუალებას რომ ნელ-ნელა გავზარდო ამ ხალხთან კომუნიკაცია აი გავს წიგზეც ეგრეა რა ეხა რომ დავიწყე იმის გაზიარება ვიღაცებმა მითხრას რომ შეიძლება მეც გავუზიარო ჩემს მეგობრებს და კი რა თქმა უნდა ჩემიანი ხარ შენ უნდა გააზიარო ხო ხდება ანუ ეგ რაღაც მე პირამიდასავით ცუდი სიტყვა პირამიდა მაგრამ ხესავით ეწყობა რომ მე თითქოს ისინი ხდებიან შენ შესახებ და შენი იმ საკითხის შესახებ რაც შელაპარაკობ გამორჩევლები ამიტომ მგონია რომ ჩემი გადმოსახედიდან ამ სუბიექტური ჩემი პროფესიის გადმოსახედიდან ეგ არის ნენელა ზრდა ამ აუდიტორიის მაგაზე პასუხი რომ ნენელა თან დააკვირდე რა მოწონთ რა არ მოწონთ თან მე ცოტა ცუდი ადამიანი ვარ მაგაზე საპასუხოდ ალბათ იმიტომ რომ მე არ ვარ Instagram ან სოციალური მედია კონტენტ კრეატორი რომელიც საქმეებს აკეთებს გარეთ რა მე პირიქით მაგრამ აი ბრენდის კუთხიდან რო შეხედო აი კომპანია რომელსაც არ აქვს ურთიერთობა ხალხთან ხო და ბრენდის კუთხიდან კომპანია რომელსაც ხალხთან ურთიერთობა აქვს ვერ ქაჩას ხო ნუ ანუ იმიტომ რომ
როგორც კი კონკურენტი გამოჩნდება, აუცილებლად მოუწევს თავის დანებება თავის საქმისთვის. არ არსებობს სხვანაირად რო გააკეთო უბრალოდ რა. გამოაცხობ პიცას და ადამიანებს ხაჭაპური ენდომებათ, ან რა დამთავრებულია მაგის. აი, მომსახურების მარკეტინგზე რო გეუბნები, რო ლაპარაკობდით წეგან, იქ არის ესეთი მომსახურები GAPS model of service quality, ანუ ნაპრალების მოდელი მომსახურების ხარისხში და ეს ნაპრალი ამბობს, რომ მოხარებელი იქნება უკმაყოფილო თუ არსებობს ნაპრალი მოლოდინსა და აღქმას შორის და ამ ნაპრალის უზრუნველმყოფი პირველი 24 ქვენაპრალია ესე ვთქვათ და პირველი არის მოსმენის ნაპრალი, ანუ არ იცი რა უნდა შენ მოხარებოს. ეგო უმეტესად ხდება, მაგრამ აი ბრენდებში ზუსტად ეგრე არის რა. ძალიან ხშირად ვიმეორებ ხოლმე მაგას, მაგრამ რაღაც ღმერთმაც ქრისტიანობის ახალი აღქმის ქადაგება 12 ადამიანით დაიწყო რა. ანუ ძალიან ნელ-ნელა, ნაბიჯ და ჯერ ცოტას გაიზრდება, ჩვენ გვეჩქარება რა და თითქოს თან რატო წეგარას ვამბობდი რა ხო გეუბნები ხა ჩემთვის როცა რეალური ცხოვრებიდან ვარ აქეთ მოსული და ეს ჩემთვის უბრალოდ რაც პლატფორმა ინფორმაციის გაზიარების თორე ჩემი ყოველდღიურობა აბსოლუტურად ოფლაინია პროგრამი რა ჩემთვის ცოტა მე უფრო იმ კუთხით უყურებ მაგრამ არიან ხა ადამიანები ვისაც დიდი გავლენა აქვს და ხო გეუბნები აი ელენიკო ალბათ იმას უნდა ვკითხოთ ეგ როგორ ხდება რომ რაც აი ციფრული კონტენტ კრეატორის ბრენდის აშენება რომელიც რაღაცა ერთი რამე ზუსტად ვიცი რომ იქაც არის წიგნში რაც არის რომ თუ ეგ არ არის რომ რაც მოგწონს რისი ფეშენიც გაქვს ოღონდ რასაც გეგმა მოყვება ამ ფეშენს გეგმა მოყვება და განვითარების გეგმაც მოყვება და რაც თავარია ადამიანები მოყვება ვინც ადარიან მაგაში მოგისმინო მე რაღაც შენი კონკრეტული შემთხვევაზე შენ უბრალოდ რაც თითქოს ის ხო მეც რაც მინახავს ეგ არის რა უფრო რაც ილუზიონელად წერდა შენ მე რაც თითქოს სხვა რაღაცის კეთებაც მოგინდა ეგ მგონი შენი შემთხვევა მაგის ის უფრო არის რაღაცა ის იმ მომენტში აღარ გინდა და ეხლა რა თითქოს აი თვით განვითარებაზე რაღაცა ლაპარაკი მოგინდა და ეხლა მაგ ეტაპზე ხარ მაგის შენების ამიტომ ეგრეთ ასახად ვერ ვიტყოდი რომ შენ ვერ ააშენე რა მე კიდე დროზეც არის ხანდახან რაღაცას ვიწყებთ და კაია იდეალურია, მაგრამ უდროა, ანუ ჯერ ადრეა, ან უკვე გვიანია. აი ეგეც არის ხოლმე. შეიძლება ადრე იყო ძალიან, შენ რო TikTok-ზე გამოჩნდა მაგ ვიდეოებს აკეთებდი იმისთვის, რომ მან ხალხი ჩართულიყო. ამიტომ არც. და გაქვს შეგრძნების დონეზე X მომენტი, რომ აი მივხვდე, რომ აი ეხლა დრო არის. ხო, შეგრძნების დონეზე მაქვს. შეგრძნების დონეზე. მე ზოგადად ეგ კაცი ვარ, ხო. აი მაგიტო გითხარი, ბევრი ახსნა ის წიგნის მუღამიც როგორიც გამოვიდა, მაგიტოა, რომ მე რასაც ვგრძნობ იმის რაციონალურ ახსნას ვცდილობ ხოლმე. Instagram-ზე მაგას ვაკეთებ და მაგის ახსნაში ჩავდივარ და ამიტომ უმეტესობა რაღაცები შეგრძნებებად მიგროვდება რა ეგ ტიპია. ბევრი რამე და სულ ეგ სოციალურებსაც ქმნის ურთიერთობაში თუნდაც კლიენტებთან რომ ბევრი რამე ვიცი, მაგრამ რომ მკითხო აი ეს ბევრი უნდა გელაპარაკო რომ აგიხსნა რა. იმიტომ კი არა რომ ვერ გააგებინებ, უბრალოდ იმდენი რაღაცისგან დაილეკა ჩემში ის ცოდნა, რომ უნდა ვთხარო ძალიან ღრმად საიდან მოდის კონკრეტულად მაგის შესახებ ცოდნა. მაგრამ 100% ვენდობი ხოლმე მაგ დროს ჩემი ინტუიციას, იმიტომ რომ ვიცი რომ ციდან არ არის მოტანილი რა. აი რა ვიცი ხა 35 წიგნს რო წაიკითხავ იქიდან ვერ დაიმახსოვრ, ან შეიძლება მე ვერ მიმახსოვრებ, მაგრამ ვერ დაიმახსოვრებ კონკრეტულად რა რატო იცი რა და განათლების და განვითარების მუღამიც ხო ეგ არის რა. ხო. გრძნობდე რაღაცას რა მე. ნახე, კიდე შენ მან წიგნში ქონდა ეგეთი რაღაც მონაკვეთი დაწერილი, რომ ანუ კომპანიებიო რა, რეალურადო ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიანო და მაგ უნიკალურობას კარგავენო რა. და აი, იცი რა მაინტერესებს? კონტენტ კრეატორებიც. ხო, კონტენტ კრეატორი, ანუ ძალიან ემსგავსებია, ანუ იდეაში TikTok-მაც შემოიტანა რაღაც ხო, ტრენდები შემოიტანა, აგერ მუშაობს და ყველა ერთ იგივეს იმეორებს რა. 100%. და ანუ, იცი რა მაინტერესებს, შენი აზრით, ანუ რატო ვერ ქმნიან აი ეს ადამიანები, რომლებიც ინდივიდუალურები არიან და უნიკალურები, რატო ვერ ქმნიან აქედან თავის იმას, რა ქვია, ბრენდს, თავის უნიკალურობისგან? ბევრი პასუხი აქვს. ერთი არის რომ არ ვიცი ატრიბუციის მიკუთვნებულობის მიკერძოება ქვია მაგას მე რომ ვუყურებ მიშას რომელიც წარმატებული არის X რაღაცაში ჭიქის აწევაში და აგდადებაში მე გადავწყვეტ რომ უფრო დიდი შანსია გადავწყვიტო რაც მე დავინახე გარედან იმის ბრალი რომ არის ეს წიგნის აწევაში წარმატებული ჭიქის აწევაში რომ წარმატებულია მიშა ვიდრე იმაზე ვიფიქრო რომ მოიცადე აბა იქნებ ის რაღაცა სახში გარბერს ვარჯიშობს ამ ასე შემდეგ რა და ეხლა შორიდან რო უყურებ რო Apple იმიტომ წარმატებული ვიღაცამ წიგნში დაწერა რომ რაღაცა ლოგო რო ეგეთი აქვს პირობითად ვამბობ მეც რომ მოდი ეგეთი ლოგო მქონდეს რა და სინამდვილეში კომპლექსურად მაგის შეხედვა გვავიწყდება ხოლმე ეგ არის
მეორე არის სიახლის გაბედვის შიში და ეგ რაღაცა innate არის, ეგ დაბადებით გვაქვს რა ადამიანებს, რა გამოქვაბულში ვიღაცა წინ შევიდა და არ შეჭამა ლომმა თუ რაღაცა მამონტვა არ მოკლა, მოდი მეც მაშინ ამ გამოქვაბულში შევარხარ, რაღაც კიდე ახალი ვცადო და იქ გავრისკო ეგ საქმე. მეორე ეგ არის. მესამე ის არის, რომ ადამიანები საკუთარ თავს არ ვიცნობთ ხოლმე და არ ვენდობით ხოლმე. ეგ შეიძლება ყველაზე დიდი მიზეზი ეგეც არის რა. ჩემი უნიკალურობა რაშია ეგ რომ გავიგო მე ბევრი უნდა ვიმუშაო მაგ ჩემ საქმეს და ჩემ თავზე და უმეტესად მაგაზე მუშაობის დრო, ნერვები და ასე შემდეგ არ გვაქვს ხოლმე ადამიანებს. რა შესაბამისად მე ვხვდები საზოგადოებისგან ჩაძახილი, სამოძახილი რა და აი არ ვიცი რომელია მანდ რეალური მიზეზი. მაგრამ ნუ ფაქტი აქეთ ხარ ეს ეგ არის რა, აი წეგან იმასთან ჩამიგდო მეგობარმა მაგ თავიდან ეგ quote რომ სამი რამე ჭეშმარიტება ეგრე დამიწერია არ მახსოვდა რომ სამი ჭეშმარიტება სიმჯერა თქო რა ამ სამყაროში რომ რო ვიბადებით უეჭველი ვიცით რომ მოუკვდებით უეჭველი ვიცით და ყველა ერთმანეთსგან განსხვავებული ვართ მიუხედავად იმისა რომ სისტემები შეიძლება ერთმანეთს გვავდეს ხო და აი რატომაც იმ სისტემებში ვრჩებით ხოლმე და რაც გავს იმითი ხელმძღვანელობ და არა იმით რაც სისტემას გარეთ არის მაგრამ კიდევ რაღაც ძალიან ჩაღრმავებები გჭირდება რომ ეგ სისტემები და რაღაცები დავშალოთ და ამიტომ ვიღებთ მაგას ერთადერთი გზა არის რომ მაგ ჩაღრმავების გარეშე რომ მაგაზე მივიდა ერთადერთი გზა არის ეცაღანას თვალმდი რომ მოდი ბრმად დავიჯერო რომ შემიძლია რომ სხვას არ ვგავდე და პირიქით რატო ისე მომმართო რომ რაღაც გაკეთებას რომ დავაპირებ რომ შევხედავ რომ სხვამ უკვე გააკეთა ეგ აი უბრალოდ უთხრა ჩემ თავს რომ მოდი ეგ არ გააკეთო რა უნდა ეხა მაგას არ არსებობს ეგ იმან თუ რაღაც გააკეთა და წარმატებული არ არსებობს რომ მეორე რაღაცას არ ქონდეს წარმატების შანსი ხო რა მაინდა-მაინც იმ ერთმა აღმოაჩინა ის ერთი რაღაცა ოქროს საბადო არ ვიცი თუ ის ოქროს საწმისი არ მოდი ეხა მე უბრალოდ რასაც ვიზავ ის არ გავიმეორო რაც იმან ქნა აი ეგ არის ალბათ ყველაზე რთული რამე რასაც ვაწყდები ყოველდღიურობაში ადამიანებისგან რა არა და ამავდროულად აი ყველაზე მარტივი ხო გეუბნები და ეგ არ გავიმეორო თან იცი როგორ არის არ გავიმეორო აუცილებლად რაც ზოგადად კი არა რომ მოდი ეგრე არ გავიმეორო რა რაღაცა მაინც შევცვალო როცა რაღაც გავაკეთებ რა ვიცი ხო თორე ყველაფერს ბაძავთ საბოლოო ჯამში და ყველა რაღაც ველოსიპედი გამოიგონოს ბორბალი გამოიგონოს ერთხელ და ნუ კაი ხო ყველა ბორბალს აკეთებს და ეხლა შეგვიძლია ვთქვათ რომ ბრიჯსტოუნი იპარავს ბორბლის იდეას მიშელინსგან ან პირიქით ყველა რა თქმა უნდა შეიძლება ერთ და იგივეს ვაკეთებდი, მაგრამ მოდი აბა სხვანაირად ვქნა რა. თავის უნიკალურობა. შენი უნიკალობა მოაყარე ეს მარილი რა, მაგაშია ეგ მუღამი, მაგას ვამბობ, აი პიკასოს აქვს ნათქვამი და სტივ ჯობს, რომ კარგი არტისტები ქმნიან და საუკეთესოები იპარავენ. ხო, ეგ რა ძალიან ღრმა ნათქვამია სინამდვილეში, რომ კარგები ქმნიან და საუკეთესოები იღებენ კარგის შექმნილ რაღაცას და უკეთესად აკეთებენ მაგას, იმიტომ რომ გენიალურები არიან, great artists არიან და ისინი თავის მარილით უკეთეს ხნიან და ეგ გენიალურობა ყველაში არის, რატო იყო მაინც პიკასო რა, ვერ იყო ფიროსმანი, არ სინამდვილეში ყველგან არის რა. ხო. და ეგ არის, აი თუ რეცეპტი არსებობს ეგ არის, რომ მოდი არ გავიმეორებ სხვამ რაც გააკეთა. მაგით დავიწყოთ რა და მე ვნახოთ. აი და აი ეხა ცოტა უფრო სიღრმისეულად რო შევიდეთ თვითონ ბრენდის საკითხში იცი რა მაინტერესებს აი ბრენდი შექმნა ნულიდან როგორ იწყება აი შენ რო სიტყვაზე იწყება სტარტაპი იქნება ბიზნესი იქნება რომ აი მაგაზე იწყებ მუშაობას აი როგორ ირთვება შენ ტვინი რაზე ფიქრობ რა არის პირველი კითხვები რაც მოგდის და აი როგორ ანვითარებ ნულიდან ხო მაგ ყველა მე როგორც კონსულტანტ თუ სტარტაპერი აი სტარტაპერი მოვიდა შენთან და უნდა აი ჩემი ბრენდი დამეხმარე რომ შევქმნა ბრენდ სიცოცხლე შევძინო აი რას აკეთებ? ეგ არ ვიცი რთული არა, კაი შეკითხვები არის. ალბათ სტარტაპერებს უნდა ვკითხოთ რას აკეთებს ხოლმე შოთა მაგ დროს იმიტომ რომ რაღაცა რას ვაკეთებ პირველ რიგში და ბევრ შეკითხვებს სვამ შეკითხვებს აი განსაკუთრებით და დამწყებ ბიზნესმენთან არის ლაპარაკი ისეც რომელიც ხშირად შეიძლება არც სიამოვნებთ ხოლმე ბოლომდე ცოტა სტრესში ჩამყენებელი შეკითხვები არის იმიტომ რომ რაც გამოცდილებით ვიცი რომ ეს პროდუქტზე არ აქვს ხოლმე საკმარისად ნაფიქრი ხშირად ძალიან და მინდა ხოლმე რომ დავრწმუნდე რომ პროდუქტი კარგად იციან მე ბრენდის სტრატეგიას ვერ ამოვიღებ ადამიანიდან და მე წიგნშიც ბევრჯერ მაქნა თქვა რომ ჩემი საქმეც ეგ არის რომ ადამიანების შირა სტრატეგიაცაა ის ამოვიტანო და არა ჩემით ახალი მოვიგონო და დავწერო იმიტომ რომ მას ვერ ასრულებ ვერ ამოვიღებ ბრენდის სტრატეგია ადამიანიდან თუ სტრატეგიას ადამიანიდან და მეწარმიდან თუ და მისი გუნდიდან თუ პროდუქტი არ იცის ბოლომდე
და თუ პროდუქტი არ იცის, ესე იგი მომხმარებელი არ იცის. აი ამ რაღაც თანმიმდევრობას მიუყვები შეკითხვებისას, მე რა თქმა უნდა არის ჩემი პროცესი, რომელიც მათთან ერთად რაღაც მუშაობებს სავარჯიშოებს და ამ შემდეგ გულისხმობს. არის კონკურენტებზე ძალიან ბევრი შეკითხვები მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ეგეც არის ერთი პრობლემა კიდე, რომ კონკურენტებს კარგად არ ვიცნობთ ხოლმე ბიზნესებს რო ვიწყებთ. მაგაზეც არის წიგნში საუბარი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ძალიან ხშირად მივიღებ ხოლმე რომ აი ეს მოვიფიქრე ახალი რცუ რაღაც ახალი იდეა არის და ეგეთი ვიცი რა თითქოს რაღაც სახში მაქვს ეგ იდეა უკვე ხო და ეგ ძალიან რთული ამბავია რომ ეგ ადამიანებს დააჯერო რომ ეგეთი არის და თვითონვე უნდა იცოდეს ან შევკან დაიწყოს მაგაზე ფიქრი ხო და ამიტომ აი ეგეთია რა თამამდე რომ პირველი არის რაც არის მოსმენა არ არის ეს პასიური მოსმენა რა ეს არის შეკითხვები იმის რომ ადამიანმა ფიქრი დაიწყოს ბრენდის მიმართულებით და ბრენდის მიმართულებით არის პროდუქტი ვიცოდე, მომხმარებელი ვიცოდე და კონკურენცია ვიცოდე. და მე რო ბრენდს თქვი ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? აი, ყველა წარმატებულ ბრენდს რა ერთიანეს მაგალითად. არის რამე ეგეთი ბრენდში თუ ყველა მაინც და მაინც უნიკალურია და ეგრე ვერ იტყვი რომ აი ამას წარმატებას რომ მიაღწიეს, აი ეს საერთო რაღაც ხაზი ქონდა, რაც აი ყველა ბრენდმა უნდა. ალბათ ძალიან ბევრი რამე არის რა მაგაში, მაგრამ თანმიმდევრულობა არის ეგ ჩემი საყვარელი სიტყვა, რომელსაც ხშირად ვიყენებ ხოლმე და ალბათ ეგ მაგას ვიტყოდი თორე ძალიან ბევრი რამეა ხო გეუბნები აი რასაც ვამ და ისეთი იმდენი რამეა კიდე რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ უკან რაც არის თანმიმდევრულობა და რაღაც ერთი მიზნისკენ გაცნობიერებული სვლა ალბათ რა არ ვიცი ძალიან მის გამომივა უშუალო პასუხი არ თანმიმდევრულობას მაინც ვიტყოდი რომ რაღაც ყველა მომდევნო ნაბიჯი წინას იმაშვება რა ქვია ერთვის რა და ან აუნჯობესებს იქ მიღწეულს და გაკეთებულს ან აგრძელებს მის გზას ეგ თანმიმდევრულობისა განმარტება რაც არის იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყველაფერი კარგად არის ხოლმე მაგრამ არეულია ერთი არ ვიცი ფილმისთვის ხო გიყურებია სადაც ის ან ვიდეოსთვის სადაც ხმა გარბის ხოლმე იმისგან რა ქვია სპირის საუბრისგან რა აი ხო წარმოუდგენელია მაგის ყურება და სინამდვილეში ეგ არის რასაც მომხმარებელი განიცდის როცა ერთ რაღაცას პირდები და მეორეს აკეთებ და ეგ არის რასაც რო გითხრე კატარო და აი დაგანახო ეს და რო გითხრე რომ აი დოქებს რაც შეეხება დოქი თიხისგან კეთდება და ჭიქას გაყურებინო გაგიჟდება შენი ტვინი ვასო ვერ მიხვდება რა ხდება რა და ეგ არის მაგ თანმიმდევრულობის პრობლემა რომ აი ვერ მიგვაქვს მომხმარებელნი მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც ერთს ვეუბნებით და სიგნალებით მეორეს უშვებთ გვინდა რომ რაღაცა სახალხო ბრენდი ავაშენოთ და მას რა ქვია უშველებელ მას ვქირავთ ქალაქის ცენტრში და რაღაცა საოცარ შენობაში ხსნით რაღაცას და სახალხო არ გამოდის რა ძალიან ნიშური გამოდის და მე მანდვირავით არა ეგ არის რა თანმიმდევრულობა შეიძლება მხოლოდ მაშინ როცა იცი გზა ანუ როცა ჩამოყალიბებული ამიტომ ქვია ჩამოყალიბდეთ რა იმ სტრატეგიის წიგნს რომელსაც ვსაუბრობთ რომ როცა ჩამოყალიბებული ხარ შენ სტრატეგიაზე უკვე იცი როცა ვიცი რომ გორში მივდივარ ვიცი როგორ უნდა წავიდე და გორში რა მინდა როცა ვიცი როგორ უნდა მოვემზადო მაგისთვის და თან მეინახეები როგორ უნდა წავიყვანო ვინ უნდა წავიყვანო და ასე შემდეგ და რა აი უბრალოდ სადმე მინდა თბილისიდან გასვლა დადიან ხოლმე ეგრე ჩემი მეგობრები მაგრამ ისინი სუსადმე დადიან ანუ ისინი იმათ ვერ იტყვი რაღაც კონკრეტ ისინი გადიან და რავი ახლა მოუნდათ იქასვლა და ეგრე მაგის ფუფუნება არ აქვთ ბრენდებს ხო და თანმიმდევრულობას ვიტყოდი, მაგრამ შეიძლება უფრო მეტი ფიქრის და უკეთესი პასუხის მოძებნებაც მაგაზე. არა, გავიგე. ნახე, კიდე როგორი საკითხი არის, აი, შენ წინში კიდე გეწერა ეგეთი რაღაცა, რომ ალექსი ჩიქოვანმა გითხრა, თუ არ ვცდები, ეგ ფრაზა მითხრა, ეგეთ ფრაზაო, რომ ადამიანებს უყვართო იდეების მოფიქრება და არა აღმოჩენაო. აი, რა განსხვავება არის იდეის მოფიქრებას და აღმოჩენას შორის? როგორ უნდა განვასხვაო ეგ ორი რა? იდეის მოფიქრება და აღმოჩენა. იდეის მოფიქრება არის რომ ზიხარ და ფიქრობ, აი ხა შემდეგი რა გავაკეთო? შეიძლება ფიქრის პროცესმა აღმოჩენამდე მიგიყვანოს, მაგრამ როგორც წესი ფიქრის პროცესი მოფიქრებამდე მიგიყვანს და აღმოჩენა არ არის აქტიური პროცესი, აღმოჩენა არის background პროცესი. ჩემთვის განსხვავება, მე ფსიქოლოგი არ ვარ და ვერ გეტყვი და ვარ ქვია. ჩემთვის background პროცესი არის. background პროცესი ცირას ნշავს სულ ვიცი რომ რაღაცა შეიძლება შევხედო და უკეთესი ვერსია ან სხვანაირი ვერსია მაგის დავინახო. და მაგას სად დავინახავ, აი კაცმა არის ის არასდროს არ ვიცი რა. ან ტვინის მოტრიალება არის აღმოჩენის პროცესი და ფიქრის პროცესი არის სულ ვერი ფიქრებ რა. ეხლა აქ რო ზიხარ და ლაპარაკობ სულ ვერი ფიქრებ და აღმოჩენისკენ ეხლა შეგიძლია რომ ტვინი გქონდეს მიმართული. რა შეხედო და იწეღარ რო თქვით რა ეს ფარდა მაგ ეხლა სხვა ფერი რო იყო სხვა პოდკასტსაც ჩაწერს რა კაც და ვა და ეხლა მოვიფიქრო რა შეიძლება კიდე სხვანაირად გავაკეთო ვერი ფიქრებ სულ იმიტომ რომ ხონა ილაპარაკო არ არის მაგდენი ოპერატიული მეხსიერება ვერ არის რომ ყველაფერი დროულად ვაკეთო რა ადამიანმა და
ეგ ჩემთვის ეგ განსხვავება არის. მიგნების ამბავში ეგ არის, აი აღმოჩენა ჩემთვის არის, რომ ვა და მოფიქრება არის, რომ მოდი აბა ესე ვცადოთ. აი ეგ თითქოს ეგეთი განსხვავებაა ჩემ გონებაში ეგ რა. ხო და ეს ვაუ. ეგ თუ არის ესე იგი. ვაუ, აი ეგ არის ჩემთვის ხო, აი ეგ იდეაა რა, რაც აღმოჩენის არის, რომ აი ამის კეთება მინდა, ეს შინაგანი ძახილი არის აღმოჩენა ყოველთვის და მოფიქრება არის დაძალებული. თქოს გარედან შემომაქვს შიგნით და აღმოჩენა შიგნიდან გარეთ გამაქვს. ძალიან გავაფილოსოფიური, მაგრამ ეგეთი შეკითხვა იყო ალბათ ფილოსოფიური. ნახე, კიდე მაინტერესებს ერთ კითხვაზე პასუხი. ოღონდ პასუხი იმ ხალხისთვის, ვისაც მაგ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ცოტა რთულია. მაგრამ გავიაროთ, რა ვიფიქროთ. ნახე, ეგეთი კითხვა გეწერა ის შენ თავის აღმოჩენა, შენ საყვარელი საქმის პოვნანზე 4 კითხვა რო ქონდა ჩამოწერილი. მეოთხე მანდ იყო რა რესურსები გაქვს ხელთ. ეს რესურსები, აი ნახე, პირველი ფიქრი რა მანდ მოგდის ფინანსური და ნაცნობები. ანუ სტუდენტი ვარ, კითხულობ, სწავლობ ყველაფერს კარგად, მინდა რაღაც სფეროში გავითარდება, ყველაფერი რაღაცა იმას ვქენ, უბრალოდ მე ვხვდები, რომ აი მე ხა არ მყავს დიდი სანაცნობო წრე, რომ სიტყვაზე რაღაცა მაგ საქმე წავიდე და მეორე ის არის, რომ რესურსი არ მაქვს ფინანსურიც. აი, ეგ ხო იდეაში ორი მთავარი რესურსია რაღაც მხრივ რა. თუ რესურსებში მხოლოდ ეგ არის გულისხმობ, აი, რას გულისხმობ ხო მაგ ყველაფერში? აი, რა უნდა გაცეს მაგ კითხვას იმ ადამიანმა პასუხი, რომელსაც უკვე უარი აქვს, რომ ეს არ მაგ ეს არ მაქვს. ჩვენ ყველას ძალიან მაგარი შეკითხვა არის რა. ჩვენ ყველას გვაქვს ერთი ყველას დიდი რესურსი, რომელსაც როგორც წესი განსაკუთრებით აი სტუდენტი მაგასაკში მყოფი ადამიანები უარყოფთ ხოლმე რა. ეგ არის რაღაცა ოჯახი, რომელიც უკან გვიდგას რა. ნუ უმეტესობას ყოველ შემთხვევაში ანუ საიდანღაც ყველა ვარიანტში მოვდივართ რა. ფული მართლა რესურსია, მაგრამ მან ყველაზე ნაკლებად ალბათ ფულს გულისხმობ. რაღაცა ოჯახისგან შეიძლება ტრადიცია, შეიძლება რესურსი იყოს. ანუ სინამდვილეში რესურსად რას გამოიყენებ, ალბათ ჩვენზე. რაღაც ოჯახური ტრადიცია შეიძლება რესურსი იყოს. რაღაცა ოჯახური ქონება შეიძლება რესურსი იყოს. სანაცნობო წრე ძალიან დიდი რესურსია და თუ არ გაქვს მაგის გაკეთებას რა უნდა? ანუ ესე იგი ის და რაც თავია რესურსები, რომელიც ჩვენ გონებაში იმალება. რა ვიცი, მათემატიკა იცი ძალიან კარგად. როდესაც მაგას სანაცნობოზე რომ მათემატიკა ძალიან მაგრად გამოგდის რა. ჩემ უბანში არის 12 წლის რაღაცა 14 წლის ბავშვი, რომელიც პირველ კლასებს ამზადებს მათემატიკაში. რავი, რა რესურსი აქვს ახლა იმას, არც ფული აქვს. რორამე არც სანაცნობო წრე, იმიტომ რომ სადარბაზოებში ქონდა გამოკრული და ეგრე დაიწყო მაგ საქმის კეთება. მაგრამ შეძლო საყოველთაოდ საქმის პოვნა და კეთება? შეძლო. მოწონს ეს ხალხს და სჭირდებოდა თურმე? რა თქმა უნდა სჭირდებოდა, იმიტომ რომ აი პანდემიის დროს იყო სხვათა შორის ერთ დიღომში ცხოვრობ რაც და ონლაინ ამზადებდა ინგლისურში ასევე ესეთ პატარა ბავშვი იყო და თავად პატარაც მე-6 კლასელი თუ რა და პირველ კლასებს ინგლისურს ასწავლიდა. რა უნდა რესურსის აღმოჩენას თუ ისევ რესურსის ტვინს მაგისკენ მიმართავ. მე შენ უბრალოდ შეკითხვაში ვეთქვი ეგ, თორე ძალიან ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო სანაცნობო წრეს რესურსად არ აღიქვამს. რაღაც აი ცოტა ხნის წინ მეუბნებოდი ჩემს ძალიან ახლო მეგობარს მაგას ზუსტად რა, რომ მაინტერესებს შენ რომ ამდენ ადამიანს იცნობ, ეგ რო რესურსია, ეგ გავიწყდება და არ იყენებს საერთოდ მაგას არაფერში. გამოყენება ცუდი კი არ არის, თუნდაც სანაცნობოსთან ეგ ურთიერთობა ორმხრივია ყოველთვის. მე რო რაღაცაში დამეხმარები, ანუ საერთო საქმეს გავაკეთებ, მე მეც შევძლებ შენ დახმარებას და ეგრე ვითარდება ურთიერთობებიც, ქვეყანაც და რავი სამყაროც და მაგასაც არ უყურამენ ხოლმე რესურსებად, რა გონია, მარტო ფულად. ხო და არა რა, შესაძლებლობები, უნარები, არ ვიცი, ჩემ მეგობარს ერთ-ერთს სანაცნობო წრე არ შეიძლება არ აქვს რაღაც ყველაზე ბიზნესმენებში არ არის გარეული და ინვესტორებში, იმის რა ქვია ფული ჩვეულებრივი სამუშაო, ჩემ ძალიან უახლოეს მეგობარზე ვსაუბრობ. ფული ჩვეულებრივი მუშაობს და მაგდონეზე რაღაცა ძალიან განვითარებული გაყიდვების უნარები აქვს, ანუ ბევრი კარგი რაღაცა. ეხა ესე არა აქვს ხო ესე რომ შეხედო იმის რესურსი რაღაც გააკეთოს, მაგრამ უკარგესი მამაპაპისეული სახლი აქვს. დეიდები ყავს, რომლებიც გენიალურ რაღაცებს აკეთებენ, გამოზდით ბუნებრივად არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც აკეთებენ. ანუ სინამდვილეში რომ გადახედო მის ოჯახს, არის ერთი კარგი, აი სტუმარმასპინძლობის კერას რო გააჩაღებდა, რო იოცნებებდა ადამიანი. აქვს თუ არა რესურსი ამ ჩემს ძმაკაც და საუკეთესო მეგობარს? კი აქვს. იყენებს თუ არა ჯერჯერობით არა და იმედია გამოიყენებს. მაგრამ ხო მაგას ვამბობ რა, ანუ ბევრ რაღაცას არ ვიღებთ ხოლმე რესურსად, თორე პირიქით.
არ არსებობს რესურსი ადამიანის სინამდვილეში რა. და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ შეეძლოს მაგ რესურსების მოძიება სამყაროში. ადამიანი თუ არსებობს, უკვე რაღაც რესურსი გაქვს. აი, აი, სრულიად არ ვიცი რაღაც. ყველა მინიმუმ როტვინი გაქვს და შეგვიძლია ყველა ადამიანს რაღაც კი, შეიძლება ურთიერთობები გამოგდის კარგად. შეიძლება ყველა საკუთარ თავში რა არის ეგ რესურსი, კაცმა არის ცოდნა, განათლება. არ უყურებთ ხოლმე პროფესიას, რომელშიც ვითარდებით. ანუ ჩვენ in general როგორ ზედაპირულად უყურებთ, რომ მარკეტერი ვარ, გაყიდვებში მუშაობ. არ უყურებთ ხოლმე რაღაც darks, რომელიც კარგად მესმის. ეგეც ხო რესურსი არის მაგის აღმოჩენა, რომ ანუ ეგ ვიცი კარგად და მოდი მაგაში იმას. აი ეს იყო რაღაც არ მახსოვს რა რომელიღაც სტარტაპი და წამოწყებებში ვიყავი ხოლმე რა ადრე განსაკუთრებულად და ვიღაცამ ვინ იყო? ახა ბენდუქიძე იყო, არ მახსოვს. ვიღაცა იყო რა, რაღაც კოუჩი, ჟიურისავით ეგეთი ის იყო, რომ რაღაც ბიზნეს იდეა იყო და დეველოპერი უნდა ვიქირაოთ, რაღაც ეგრე გქონდა რა თითქოს დაალაგებული და აი მაშინ იყო პირველად ეგრე იმას ვქენით, რომ თუ თქვენით რას აკეთებთო რა, თორე რა უნდა იქირაო, გავიგებო და აი მან მივხვდი რა, რომ ხო ვიღაცა ანუ იმას რომ დეველოპერი უნდა ვიქირაო, იქნებ ჯობდეს რომ დეველოპერებს ვიცნობ ვიღაცას, ჩემ მეგობარს, სამეგობრო ხო რესურსია აბა რა არის. და რომ ვიცი რომ ამას რაღაც გამოსდის კარგად. შეიძლება თვითონ ვერ წხვდებოდეს და ვერ იყენებდეს, მაგრამ მე მივცე სწორი მიმართულება ამას. ეგ არის მაგ რესურსებს გულისხმობ, რა რესურსებს რომელზეც ამოუწურავია მართლა გარემოში რა. რა ვიცი, ეზო, არ ვიცი რა მოკლედ ძალიან ბევრია ეგეთი რა. ბავშვობაში კონცერტებს ხო ვატარებდით რა იყო ეგ რესურსი ფურცელი და პასტა იყო რა როგორ მახსოვს ჩვენ კონცერტებს ვატარებდით რაც ჩემი ძმაკაცის ბავშვობის რაღაც ბიძა და ოჯახი ძალიან პოპულარული ხალხი იყო და რაც ხელმოწერებს ვართმევდით ხოლმე ანუ რო გეკონტრ უნდა გაგვეცდა რა ავტოგრაფები სულ არის ეს გარემო თუ უბრალოდ თუ ის მომართავ რომ მოდი აბა დავაკვირდე ხო ის მაგ არა მართლა საინტერესო შევხედე ხარ რაც მოყევი მაგ რესურსების საკითხს რა ეგრე სიღრმისეულად არ დავფიქრებულ ვარ რა ნახე კიდევ რა მაინტერესებს აი მაგალითად ოკეი გავანალზე ჩემი რესურსები ყველაფერი. ეხლა რომ მაგალითად ბრენდინგის თემაში, აი, ფინანსები პირველ დამინუსდა რა, სიტყვაზე რომ არ მაქვს ფინანსები. უმეტესობას ეგრე გვაქვს. ბრენდის შექმნას ჭირდება საერთოდ ფინანსები? ფინანსები ბრენდის შექმნას უეჭველი ჭირდება, კი. მაგრამ სად გამჭედავს ბოლოს? კომუნიკაციაში და კონკურენციაში რა. ფინანსების გარეშე საბოლოო ჯამში დიდი პრობლემა თანამედროვე სამყაროში არის, აი, რა ვიცი, სატოპკი საგდება, აი კარგი იდეა შეიძლება გქონდეს, გააჩინო ეს კარგი იდეა ბაზარზე და ვიღაცამ მხოლოდ იმიტომ რომ ბევრი ფული გქონდეს უფრო შენზე მეტი, უკეთ დაგასწროს იმ პროდუქტის გაკეთებაც და მე ისეც რა ვქვი, გავრცელებაც რა და კომუნიკაციაში გაგჭედავს პირველ რიგში და კი საჭიროა საბოლოო ჯამში, ოღონდ მანდაც ახლა ეტაპებია რა თქმა უნდა, თავიდან ნაკლები გჭირდება და მე ცოტა მეტი, მაგრამ აი მან ფინანსების ნაწილში განსაკუთრებით და ყველაზე მეტად რაც მაღელვებს ხოლმე მე პირადად ეგ არის რომ ფინანსებს როცა ვამბობთ, რადგანაც თავში ადამიანებს უშდებათ აზრი რომ მარტო პროდუქტზე ვლაპარაკობთ ან მომსახურებას და იმის შექმნაზე ამ ფინანსებს და იმ შექმნას რომ რაღაც სტრატეგიული ფიქრი ჭირდება, შეიძლება არ ვიცი ლოგო ჭირდება, ვებგვერდი ჭირდება და ასე შემდეგ. შეიძლება არაფერი ტრეიდმარკის ან სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირება ცები მოყვება რა კომუნიკაციის მხრივ თუნდაც რაც ასევე ბიუჯეტის ნაწილი უნდა იყოს და სადღაც ხო გაგჭედავს ყველა ვარიანტი განვითარებაში გაგჭედავს ეგ ჭირდება ეხლა ჩემზე უკეთიციან და უამრავი გზა არსებობს მაგით არსებობს ხო ეგ რაღაც ეტაპები თუნდაც სტარტაპ სიდინგის დროს რაღაც ანუ ერთი აწევა ფულების ეტაპებად რომ ნენელა მაგრამ ხო გჭირდება თანამშრომლების შენარჩუნება გჭირდება და თანამშრომლები გჭირდება ხა რამდენ ხანს იზავ მარტო ყველაფერს რა განვითარებაში ამიტომ საჭიროა ეგ ყველა ვარიანტში მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ რა რაღაც შეფარდებითია ეგ ყველაფერი არის შემთხვევები როცა იმდენად ცოტა შეიძლება მქონდეს ფული რომ არ ღირდეს იმ ბიზნესში შესვლა ჩვეულებრივი ამბავია ეგ მაგას რატომაც ეგრე არ უყურებენ ხოლმე ადამიანები რა ვიცი ჩვეულებრივი ამბავია ხო მეც მქონია ძალიან ბევრი ბიზნეს იდეა რომელიც ვერ გამიხორციელებია იმიტომ რომ ეს აწყის კაპიტალი არ მქონდა რა ძალიან ბევრი ბიზნეს იდეა მქონია რომელიც ვერ გამიხორციელებია იმიტომ რომ ხალხი არ ვიცოდი ვის უნდა მიმემართა და კი აი ეგეც ბიზნესის რა ვიცი პორტერი როდინდელი ის არის რაღაც Five Forces რა ვიცი მე მგონი მე-18 საუკუნის მოდელია ლამის ის რო აფასებს ბიზნესში იქ სამუშაო ძალა არის თუ არა საკმარისად კვალიფიციური იმ კონკრეტულ ქვეყანაში თუ გარემოში და
ადვილად ხელმისაწვდომი თუ ასე შემდეგ, ბიზნესის feasibility-ის შესწავლის ერთ-ერთი დიდი ნაწილია რა. ხო და რა ხანდახან მაგასაც არ ვარ და ვერავინ არ ნახე და მე მაგაზე წუწუნებს და ხო, გასაგებია. ანუ არის ეგ შეზღუდვა. ესე იგი უნდა განავითარო, ესე იგი რაღაც არ ხო, ეგ რა. თუ გასუხე შეკითხვას. კი, არა, გასაგებია. ეხლა ცოტათი მინდა რებრენდინგის თემასაც შევეხოთ. აი, რა მომენტში უნდა მივხვდე, რომ უკვე რებრენდინგი ცოტა საჭიროა და ან საერთოდ ვაფშე კარგი არის რებრენდინგი? ნუ კარგი არის, ხო, ხანდახან რეფრეშიაც განახლება საჭიროა და კარგია, მაგრამ რებრენდინგი კლასიკური გაგებით რაც არის, რომ ბრენდის შინაარსის ამოცვლა მთლიანად არ მინდოდა თავში დარჩენოდა ჩემს შესახებ ადამიანებს, ეხლა უნდა დავიწყო ჩალენჯი, რომ ბედარჩეთ თავში. კარგი და იდეალური რანაირად არის, მაგრამ შეიძლება ძალიან კარგი იყოს, რებრენდინგი არის სულ ორი სახის, არის პროაქტიული, არის რეაქტიული. რეაქტიული თუა ცუდია. ესე იგი რაღაცის გამო მოგიწია რა. ეგ რაღაცა შეიძლება იყოს, რომ არასწორი მიმართულებით წავიდა ბრენდი, ან რაღაც დიდი ტრაგედია შეემთხვა ბრენდს და bad publicity ქონდა, ანუ ცუდი მედია ქონდა გაშუქება და ასე შემდეგ. რაღაცა ეგეთები რა, ანუ რაღაც მერჯერი, რომელიც შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ ტკივნეული ყველა ვარიანტში არის კომპანიების, ან დაშლა კომპანიის, ანუ რაღაცაზე რეაქციის შედეგად გიწევს, რომ რაღაც შეცვალო. პროაქტიული კარგია, იმიტომ რომ რაღაცა კარგისთვის ემზადები რა, როგორც წესი, ნუ უფრო მეტად. და ეგ არის რომ რაღაცა ჩემით მომინდა რომ სეგმენტი შევცვალო, ჩემით მომინდა რომ რაღაცა. ხო და სად უნდა მივხვდე და როცა ეგ კონკრეტული кейსები დაგიდგება თვალწინ. შეიძლება ეგ იყოს გადაღლა მომხმარებლის და ეგეც რეაქტიულის ნაწილია და მივხვდე რომ აი ეხა რაღაცა უნდა შევცვალო, მაგრამ ყველაზე მთავარი ალბათ რაზეც რატომაც ვფრთხი ეხა ამაზე ხომ საუბარს და რატომაც შედარებით ისე შორიდან ული ამ პასუხშიც არის რომ რებრენდინგი ვერ იქნება პანაცეა რა. და აი თუ პანაცეა შევხედავთ ამ რებრენდინგს, მე არის იმის საშიშროება, რომ პირველი აი მარკეტინგის დირექტორები რომ მიდიან კომპანიაში, რებრენდინგი უნდა გავაკეთო რა და მოიცა ერთი წამი. შეიძლება რებრენდინგი არ უნდა გავაკეთო, ის ბრენდი უნდა დარჩეს, მაგრამ გააჯანსაღო, იმიტომ რომ შიგნით პროცესები უნდა მოაწესრიგო. ამიტომ რებრენდინგის გადაწყვეტილება ანუ რთული პროცესია ძალიან. რთული პროცესია, იმიტომ რომ ფინანსურად ძალიან დიდი წონა აქვს. ყველაფერს რომ თავი კომუნიკაციას თავი დავანებოთ, ფიზიკური მასალები რაც არის, სავიზიტო ბარათები და აბრის გამოცვლა, ყველაფერს თავი დავანებოთ. რაც ვებგვერდის და ასე შემდეგ. თუ პროდუქტი შეფუთვაზეა საუბარი ხო, საერთოდ საგიჟეთანაც შეიძლება ვიცი. ამას ემატება კომუნიკაციის ხარჯები. ამას ემატება კულტურის რებრენდინგი, რაც არის კულტურის ცვლილება, რეკულტურიზაცია, ანუ რაც იმიტომ რომ ახალი ბრენდი თუ არის, ახალებული კულტურა გჭირდება. ეხლა Old Spice, ძველი Old Spice რაც იყო, აი ისე ქვია old school არ ვიცი რა ქვია მას მამების ბრენდი რო იყო და რო თქვეს რომ ეხლა საგიჟეთი უნდა აკეთონ იმას იგივე კულტურა ვერ შექმნის რა ამ საგიჟეთს რასაც ეხლა უყურებთ რაღაც მამაკაცურის რაღაც ხენზე ჯდომაც სიგიჟე ანუ კულტურაც უნდა შეუცვალო შესაბამისად ახალი ბრენდი ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება მაგრამ კულტურულად რაღაცები მოსარგები ძალიან ძვირი და რთული პროცესია რა ბევრი ტკივნეულ გადაწყვეტილებებს მოიცავს და ასე შემდეგ და აი მივარდნა ხოლმე რომ მოდი ახლა რებრენდინგი გჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ერთი რამე გვავიწდება კიდე ამ პროცესში რა, რომ ჩვენ შეიძლება დღეს ჩვენ შეიძლება 30 წელი ავაკეთებთ რაღაცას პირობითად 30 წელი ერთ და იგივე მესიჯს ერთ და იგივე ვიზუალით ვაგზავნით ადამიანებთან და ჩვენ ამას 30 ჯერ 365 უყურებთ. მაგრამ და პლუს კიდე რამდენჯერმე 366. მაგრამ არსებობს ვიღაც ადამიანი, მიშო, რომელმაც ეგ ნახა ერთხელ. და არსებობს ვიღაც ადამიანი, რომელსაც ჯერ არ უნახავს და შემდგომში უნდა შეხვდეს. იმათ ხრიდან რომ შევხედოთ ხშირად ჩემი ბრენდი, რომელიც მე თავში გაცვეთილი მგონია, იქით ეგრე არ არის. ხო და ბრენდს თანმიმდევრულობა მათ შორის ეგეც არის, რომ რაც შეიძლება რომ ეგეთი გამონათქვამი არსებობს და დაუწერელი წესი, რომ როგორც კი მიხვდებიო, რომ ბეზერდება ერთი და იმავე სიტყვები და ერთი და იმავე ვიზუალით საუბარი ბრენდის შესახებ, ესე იგი სწორ გზაზე დგახარ, ეგრე გააგრძელე, სწორი დასაწყისია, ვარ, უნდა მოგვეზრდეს კი, იმიტომ რომ იგივე რა ერთი და იგივე რაღაც ნიუსი სამ მედიაში რო ავრცელებ არ ნიშნავს რომ ერთი და იგივე ადამიანი ნახულობს ხო იდეაში ხო და ამიტომ რებრენდინგ ბრენდის ჩამოყალიბებას გონებაში დრო ჭირდება ეხლა მიშომ რომ ერთხელ ნახა ჩემი მესიჯი და ხვალ განახლებული ნახა ეგ ის ვერ ჩამოყალიბდა გონებაში მის გოლებაში ბრენდი ეხლა ვერ დაილექა ეხლა ახალი დალექვა უნდა ამიტომ შეფასების წილი არის და აი მან ყველაზე მეტად კიდე ნახე ერთი საინტერესო კითხვა მაქვს კიდე მაგ თემასთან დაკავშირებით აი წეგან რო ახსენე აი მობეზრება რეალურად მე ჩემ ბიზნესს და ყველაფერს ხო იმიტომ ვაკეთებ რომ აი სიამოვნებდეს მაგის კეთება მომწონდეს და აი თუ დავამუღამე რომ აი მომბეს და აი ერთ ეგრეს ლაპარაკი აი მან რას ფიქრობ რა უნდა უქნა რომ ისევ ცოტა შეიძლება ეგოისტურიც არის რომ მე რაღაცა მინდა რომ სიამოვნებას ვიღებდე მაგ ყველაფრიდან მაგრამ აი შენ როგორ მოიქცეოდი შენ უნდა მოგვეზრდეს აუცილებლად
მაგრამ როცა ვამთ ერთი და იგივე ლაპარაკს და ერთი და იგივე სიტყვებით, პირობითად 10 keyword-ი თუ გაქვს, რომელსაც მუდმივად იყენებ, 1500 ხო არ გაქვს, რომელსაც მუდმივად იყენებ. ანუ ცვალებ აი ეგ რო ერთი და იგივე რამე თანმიმდევრული უნდა იყოს, სრულებით არ ნიშნავს, რომ მოსაბეზრებლად ერთი და იგივე ადამიანების მოსაბეზრებლად ერთი და იგივე უნდა იყო რა. შენ უნდა მოიგო, შენც უნდა იყოს რაღაცა, ეხა Instagram-ზე რაღაცა, არ ვიცი, ჩემს page-ზე, პირადი მაგალითად რო თქვა. Shot about branding-ზე რაღაც ვიდეო, ცოტა მეტი ვიდეოები მასქენი. ეხლა რაც რედიზაინივით გავაკეთე, ეხლა ცოტა სხვა ფორმას მივცემ ყველაფერს, მე ეგრე გავაგზავნე, მაგრამ მობეზრებით ხო, ისედაც ყველაფერი მოგბეზრდება. მაგრამ უნდა მოირგო რაღაცა, რასაც შეცვლი იმ რაღაცაში, ოღონდ ესენსის შინაარსის დაკარგვის გარეშე. შენ შეიძლება ხოლმე TikTok-ი გააკეთო ბრენდინგზე, მაგრამ ბრენდინგი რო შენია, ის არ უნდა მოგბეზრდეს და ეხლა თუ ბრენდინგი მოგბეზრდა, თუ პოდკასტის კეთება მოგბეზრდა ზოგადად ხო. ნუ ეხა ხო რა ესე იგი და მაშინ მაგისთვის მზად უნდა იყო რომ ლეგასი გადააბარო, ვიღაცამ გააგრძელოს, ვიღაცამ სკრიპტი დაგიწეროს, ვიღაცა შენ უბრალოდ დაждდე გააკეთო. ხო ეგ არის განვითარება. ანუ დიდი კარგი მეწარმეებიც კი რაღაცა ისეთი მაგალითებად რომ ყავს ხო ეგრე რომ იქ გადადის იქიდან იქ გადადის ამას გაყიდის ან რაღაც. ანუ ეგ არის რა, ჩვეულებრივი გზა არის ეგ. მაგრამ აი იმის მობეზრებას წაგამოლაპარაკებთ აი რომ კომუნიკაცია არ უნდა სულ ერთ და იგივე უნდა ილაპარაკო. დიდი ბრენდები ერთ და იგივეს ლაპარაკობენ, კი Coca-Cola ბედნიერების გარშემო ტრიალებს, მაგრამ ხო სხვადასხვანაირად. ხო ყოველ წელს სხვა სათქმელით ამბობს მაგას. ეგ არის ბრენდის კომუნიკაციის არქიტექტურა სინამდვილეში ეგ არის. რომ შენ შეძლო რომ ბრენდის სტრატეგია იყოს იმდენად ღრმა, რომ მოგცეს სხვადასხვანაირად მასზე საუბრის და სხვადასხვანაირი ქმედებებით მისი კეთების საშუალება. მაგრამ ამოდროულად არა ისეთი არა იმდენად ღრმა რომ ჩაკარგოს ამაში რაც შუალედი იყოს დაჭერილი და არა ზედაპირული ისეთი რომ სულ მართლა ერთი და იგივე რაღაცა უნდა თქვა რა არ არის ეგრე. გასაგებია. თუმცა კიდევ ერთხელ უბრალოდ ჩემი საყვარელი საჭმელიც მომბეზრებია რა. და ეხლა სხვა რაღაცაზე გადასვლა მომდომია ჩვეულებრივი ადამიანური რაღაცა გადავახვალ. პროცესია რა, ეგ არის სულ ეგ არის რომ ყველაფერში პროცესია საბოლოო ჯამში. და ეგ უნდა იგრძნო რომ ამ პროცესში ხარ და ამ პროცესში შეიძლება რომ რაღაც მოგვეზდეს, რაღაც ცოტა ხანი გაჩერდე, ცოტა ხანი სხვა მქნას. კიდევ ერთხელ ხა მე პიტერსონად ვერ გამოვდგები და კოუჩად, მაგრამ მე ჩემი პირადი გამოცდილებით ეგრე არის რა. გავჩერებულ ვარ კიდეც საფხულობით, სახელწოდებით, აი კიდევ ერთხელ ამბობ რადგან რაღაცა ხელ ადამიანების უფრო დიდი ნაწილი იმას ხედავს, აი page-ზე ლაპარაკობ თორე ჩემ საქმეშიც ხო რაც მოდი ხა სხვა რაღაცა ცოტა ხანი სხვანაირი რა ან სულ ეგ არის სულ პროცესი არის, მაგრამ შენ ხო იცი რომ შოთა ბრენდინგზე საბოლოო ჯამში შესაძლებელი ყოფილა რაღაც დონეზე მაინც რა. და აი ბრენდინგში არსებობს აი ტრენდების თემა, აი რაღაც ეხა ტრენდული ეგეთი ფერები, ეგეთი შრიფტი, ფონტი რაღაცა და მეორე. ვიზუალურ ბრენდინგში განსაკუთრებით. აი ქონია მომენტი აი მაგათაც წინა წელს ძალიან ხშირად აი რაღაც დიდი ბანერი ხდებოდა რაღაც ფონტით, რაღაც სახალწო, რაღაც მილოს ან რაღაცა ეგეთი იყო და ერთი შემხვდა რაღაც წავიკითხე ამ კომპანიის. მე რაღაც სხვა ქუჩაზე გავული, ეს ისევ იგივე და შეხო ვაფშე სხვა ლოგოა და ანუ ეგ ტრენდია და ეგ რამდენად კარგია ცუდია. არის რა თქმა უნდა ეხლა რომ ჯობს რომ იყოს დიზაინშიც მე ჩემი მიდგომა ეგრე არის რა მირჩევნია იყოს დიზაინი და მირჩევნია არ არის დიზაინი რომელიც დროს უძლებს ცოტა ვერ უძლებს ხოლმე ტრენდებს. და მე მიყვარს განძლე დიზაინები უფრო მეტად, თუმცა ტრენდის არ გათვალისწინებაც, ეხლა ნუ ტრენდი ყველაფერში ტრენდი არის რა, ხო ხდება ტანსაცმელშიც ეგრე არის, ხო რაც ერთნაირი სტილი ბუდობს, მე ასე შემდეგ, მაგრამ თუ შენი ბრენდის ენა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული, შენი ბრენდის ენა როცა კარგად ჩამოყალიბებული, შეგიძლია რომ ტრენდული იყო, მაგრამ შენებურად ტრენდული. ანუ შენი ხასიათი ეხლა მარტო იმიტომ ვირჩევ რაღაც ფერს, რომ ეხლა ეგ მოდაშია ეგ ფერი და მე ხვალ რადგან ფერებზე ლაპარაკობ თუ ვერ ეხა ხვალ კიდე სხვა ფერია მოდაში და ძალიან ხშირად იცვლება ეგ. ნუ ეგ ისეთია რა, ხო, არა თანმიმდევრულობას იწვევს ისევ და რასაც შენ ამბობ, უხშირესი შემთხვევა, რომ ყველა ბილბორდი ერთნაირი გამოდის საბოლოო ჯამში და აი შენ ვერ პასუხობ მაგას, რა ჯობია, ეხა ტრენდულია ორი ბილბორდი ერთმანეთს გავს და ვერ არჩევ, ორი იმ ორ წამში, როცა მანქანა უნდა ჩაუქროლო, რომელიც ჯობს ეგეთი ტრენდული იყოს თუ რავი, როგორიც არის, როგორიც ყოფილა ეგეთი იყოს, აი რო გადახედო იმებს, საცალო პროდუქტებს რო გადახედო, მან დააქვთ ხოლმე კარგად და უცხოვრებს განსაკუთრებით რა. რავი, შეიძლება 15 წელია Head and Shoulders-ი აკეთებს ერთი და იგივენაირი რეკლამას ამდენი წელია. ბოთლის ფორმას შეცვლის, გამოცდას შემდეგ, მაგრამ ხელწერას არ ცვლის. გიჟი ხო არ არის რა. ანუ Procter & Gamble აი ამდენი ხანია მაგას აკეთებს რა. იცის, რავი, Ariel-ი ბავშვობაში როგორიც იყო, ზუსტად ისეთი მგონია დღესაც.
ძალიან ბევრი რამეა შეცვლილი სინამდვილეში შეადარო, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ მაგას, იმდენად სათელინად შეფარულია ეს ცვლილებები. იმიტომ რომ ტრენდს გაყვეს და არ მოძველებულად არ გამოიყურებოდეს თაროზე, მაგრამ არ კარგავს ტაიდი. ხო იცი ხა, რაც გოგითხარი ხო ეგრევე დაგეხატა თვალში როგორია. რამდენნაირად არის წარმოგიდგენია შენი ბავშვობის მერე შეცვლილი ეგ შეფუთვა, ვინ გააკეთებს ეგ 3 წელში ერთხელ მინიმუმ უნდა შეცვალო ეგ შეფუთვა. რამდენნაირად გამოიცვალა, მაგრამ ხო იცი, ეს რგოლები ხო იცი, ეს წარწერა ხო იცი, სტაფილოს ფერიფერი ხო იცი. აი ეგ არის რა, ტრენდს შეგიძლია აყვე, მაგრამ როცა მაინდფულად ყვები ამ ტრენდს, ადამიანშიც ხო ეგრეა ზუსტად რა. ამიტომ შეიძლება ბრენდინგი დღეს აღარ იყოს რაღაც, ხვალ აღარ იყოს ტრენდული, და ხო არ ნიშნავს რომ ამიტომ უნდა არის რაღაც. აი წეგან მართლა რაღაც, ეხა ტრენდული არის რაღაც life coaching-ი შეიძლება რა. მაგრამ ეხა life coach ხო ვერ გავხდები, იმიტომ რომ ტრენდული არის რა, თუმცა თუ იმ ტრენდს წამოვიღებ და რაღაც ბრენდის სტრატეგიაში გამოვიყენებ სტრატეგობაში. ეგ უკვე შეიძლება რაღაც საინტერესო ნაზავი გამოჩნდეს. ამიტომ ეგრე არის, მე პატივს ვცემ ტრენდებს, იმიტომ რომ ტრენდი მაგიტოა რომ პატივსაცემია. მაგრამ ისევ შენი იმითი რა, Apple-ან მაგიტო აი წიგნშიც რაღაც თავის გამართლევასავით მიწერია ერთ-ერთ თავში მახსოვს რა, რომ კი ბევრი მე თუ წაიკითხე განსაკუთრებით პრევიუ თავი ქართული მაგალითებიც მრავლად არის და უცხოური კი ვფიქრობ ვცდილობ რომ რაც ქართულები იყოს მაგრამ ბევრი მაგალითი მაქვს უცხოური დიდი ბრენდების მოყვანილი და იმიტომ კი არა რომ შეგახარბო რომ ისინი ეგრე ეკეთებენ იმიტომ რომ ისინი რაც აკეთებენ ეგ არის მექა ბიბლიებს წერენ ისინი ხო და მოდი იმით რაღაცებს შევხედოთ და გადმოვიღოთ როგორ და რას აკეთებენ რა აში დაჭირდებოდათ ეხლა რა ტვინი არა აქვთ თედას შოლდერს ტვინი არა აქვს რომ ყოველ წელს ახალ-ახალი ნაირი იყოს სულ მაგრამ არა აქვთ ეთქვა რაღაც იციან და მოდი მაგის ანალიზი გავაკეთოთ ეგ არის რა იწერანს თავარი სათქმელი თქო რა რომ ისინი არ დაფრინა ხო და ეხა აი ნელ-ნელა უკვე ბოლოსკენ გავდივართ და მინდა აი ისეთი კითხვა დაგიცოთ ცოტა ზედაპირულია რა მაგრამ ვიცი რომ შენ გამომწერები არ მაპატიებენ ეგ რო არ კითხო, მაგრამ აი ყველა საინტერესებს რა და აი თავის დროზე მეც, ნუ ეხაც მაქვს ეგ კითხები, აი რეალურად მე რო ჩემ ბრენდის ჩამოყალიბებას ვიწყებ, აი სახელი როგორ უნდა ავარჩიო, როგორ უნდა ავარჩიო ლოგო, ანუ რამე ლოგიკა არის მან, რამე დაწერილი ფორმულა და წიგნი გამოვა შემოდგომას და წაიკითხა. ოკეი, კაი. სახელს და ხო მართლა იმიტომ არა რა წიგნი და კაი შეკითხვა იყო სამაგისო დრო ეგ მეთქვა, მაგრამ ლოგიკა არსებობს და დიდი ლოგიკა არსებობს რა. მე მგონი სახელთან დაკავშირებული თავი ერთ-ერთი ყველაზე დიდია წიგნში. სავარჯიშოების მხრივაც, კრიტერიუმების მხრივაც და ასე შემდეგ. საკმაოდ მოცულობითი საკითხია. ექსპერტები ძალიან ბევრი არ არიან სამყაროში, ანუ ესე რომ აი სახელდების ექსპერტები, რამდენიმე ის ძალიან გამოჩენილი დიდი ტიპი არის, მაგრამ ძალიან ბევრი აყრიან ესე მათ წიგნებს რო წაიკითხავ ამ ადამიანებისას, ყველას თავის მიდგომა აქვს. ვიღაცეები რაღაც ანუ უფრო რაციონალურ გზას ირჩევენ, ვიღაცეები უფრო ემოციურ გზას ირჩევენ. და საინტერესოა რა ძალიან და ძალიან წიგნში ძალიან ბევრი რაღაც წერია მაგასთან დაკავშირებით, მათ შორის აი ძირითადი ადამიანების მიმოხილვაც და ასე შემდეგ. ერთი რაც არის ჭეშმარიტება ყველაზე დიდი რაც მომისმენია მან და არის ის რომ სახელდების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ ადამიანებს გონია რომ სახელი ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა მანავს არ აღმოვაჩენთ რომ არ არის ეგრეო რა ეგეთი რაც გამონათქომა არსებობს ძალიან მნიშვნელოვანია მარტი ამბობს რომ სახელს შეუძლია დააქციოს კომპანია შეიძლება არ აგაშენოს ეგრევე მაგრამ შეუძლია რომ ხელი შეგიშალოს აშენებაში და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ აი წიგნშიც მაგ პათოსით არის რა ეგეც დაწერილი რომ არსებობს რაღაც რაციონალურად აუცილებელი ობიექტური კრიტერიუმები რომელსაც უნდა აღმოყოფილებდე მაგრამ აი ყველაფერი ახლა ან ცოტა ჩილ რა და რეალურად შეგიძლია რომ შეაფასო და რაც ქულებით აარჩიო სახელი რომელიც მოგწონს რა და წიგნში მაქვს რაც სამი მთავარი ის მაქვს რაც უეჭველი უნდა გაითვალისწინო რა 10 კრიტერიუმის 8 კრიტერიუმი რამდენიც არის მაგის გარეთ რა და ანუ ერთ-ერთი მაგალითად არის ახლა იმ დღეს ნახე ვიფიქრე კიდეც წეგა რომ გეუბნებოდი წიგნს დიდი ხანი წერდი თქო მან ერთი რაღაცას ვამბობდი და მე გადავახდი რომ რაღაც მომენტში წიგნის ბოლოსკენ რომ გავედი მივხვდი რომ ყველაფერი იმ დროს მოხდა როცა საჭირო იყო იმიტომ რომ რაღაც ძალიან ბევრი რაღაც დამეწია დაწერიდან ეხა დღემდე და ბევრი რაღაც ჩაემატა რა გზა და გზა ემატება რა და ეხა ერთ-ერთი ეგეთი არის რომ გუშინ შეხვდა Facebook-ზე სურათი გოჭების შეწვის სერვისი რო არის იცი ეგ იმაში
დიღმის ბაზარში არის გოჭების მაღაზია თუ რა ქვია, მიდიხარ და გოჭს უკვეთავ ტელეფონით და შეგილია რა. საკმაოდ კომფორტული, თან გემრიელი, ყველა ტყემოს 4 ესეთი მაღაზია ჩალაგებული. კნატუნა, კნაწუნა, რაღაცა წკიპინა თუ ანუ ყველას ერთნაირი, სხვადასხვა სახელი ქვია ამ 4-ს. მაგრამ ყველას ერთნაირი რა. ერთ-ერთი მაგალითად ეგ არის, რომ ანუ სახელს რო არქვენ, ისეთი არ და რო რაც კონკურენცია ქვია, რომელიცგან განსხვავებული უნდა იყოს რა. პიცკინა, კნატუნა, ანუ რომელი ხა დაიმახსოვრებ ხვალ რო გითხრა რომ კნატუნა ჯობია თქო ვერ რა, მთელი ცხოვრება ვერ ვიმახსოვრებ. ხო და ერთ-ერთი კრიტერიუმი მაგალითად ეგ არის, რომ აი ხასიათით მაინც თუ გავს ამას, უნდა გავანებოთ თავი არ ავარჩიოთ. ხო და ძალიან ღრმა და ბევრი საკითხია და ამიტომ იქ არის. პრინციპში აი მე ეგეც ეს არის, რომ ძალიან ბევრი ქართული ბრენდია ეხლა ახლებით განსაკუთრებით, რომელსაც კარგი სახელი ქვია რა, აი მისწორდება ეგ ისეთ სახელი ქვია რა. ხო და ეგ შესაძლებელია რომ მეწარმეს შეძლოს ეგ თავისი ძალებით რო გააკეთოს. თავარია რომ ტექნიკები იცოდეს და არ დარჩეს მხოლოდ ცალკე აღებულ კარგ სიტყვათ, რომელიც brand-ის სახელად გამოვიყენე, არამედ შეძლოს მან მე სიცოცხლე brand-ის ცხოვრებაში. მაგას ბევრი რამეა წიგნში საკმაოდ. აჰა, საინტერესო. მაგრა ველოდები მოკლედ ჩემს აუ მეც. გააქვს უკვე გეგმაში დაახლოებითი თარიღები რაღაცა. გეგმაში არა, ისე დარწმუნებული ვარ შემოდგომაზე მალევე იქნება. ზუსტად ვიცი რომ უნდა იყოს, რაც დამჭირდება ვიზამ მაგას და ჩემი. წარმატებები მაშინ. მადლობა რომ ესტუმრე ძალიან საინტერესო ეს იყო, ამდენი კაი შეკითხვა გაიჩანე არ მომისმენია ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. მეგობრო, მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ პოდკასტს, აუცილებლად მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი და ასევე თხოვნამ ექნება კომენტარებში დაწეროთ თუ რამე დაგაკელით პოდკასტში, რომ აი თქვენ დასვათ ეკითხები, რომ მე თვითონაც გავითვალისწინო, რომ სამომავლოდ მუდმივად გავითარდება და მეც ძალიან დამეხმარებით. მადლობა და აბადროებით.